ვაგრძელებთ ჩვენს ხდომას. შემდეგი პირი, რომელიც კომისიის წინაშე წარსდგება, გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ბატონი გიორგი ვოლსკი. აქ უნდა პატარა განმარტება გავაკეთო. პროცედურის თანახმად, რომლის საფუძველზეც მუშაობს ჩვენი კომისია, კომისია თავად იწვევს პირებს თავისივე ინიციატივით, ან კიდევ მოქალაქეები, ან ყოფილი თანამდებობის პირები, ყველას აქვს უფლება მოგმართოს და მოითხოვოს ჩვენს წინაშე გამოცხადება. რაც შეეხება მოქმედ დეპუტატს, აქ ასეთი ნორმა მოქმედებს, რომ რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია მათგან გამოვითხოვოთ ინფორმაცია, მაგრამ რაც შეეხება ამ ფორმატში, ხდომის ფორმატში, მოქმედი პარლამენტის წევრის გამოკითხვას, ასეთ შემთხვევაში დებულება ითვალისწინებს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვუსმინოთ იმ დეპუტატს, რომელიც თავად გთხოვს ჩვენს წინაშე გამოცხადებას. სწორედ ასეთი წერილით მოგმართა ბატონმა გიორგი ვოლსკიმ და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას და მოусმენთ მას და გავიგებთ რა აქვს მას ჩვენთვის სათქმელი. ვთხოვოთ ბატონ გიორგის რომ შემოგბრძანდეს თუ შეიძლება. მოგესალმებით ბატონო გიორგი, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. ბატონო გიორგი, მე ავხსენი ბატონო გია, სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, რომ პროცედურის თანახმად, როდესაც პირი მოქმედი დეპუტატია, ჩვენ ვალდებულნი ვართ მისი მომართვის შემთხვევაში, რომ მას მოусმინოთ და ავხსენი ისიც, რომ თქვენ ჩვენ მოგმართეთ ასეთი წერილით და ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებას, რომ თქვენ მოგისმინოთ. ვინაიდან თქვენ ჩვენს წინაშე ბრძანდებით, ჩემი ვალდებულებაა, რომ გთხოვოთ იმ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც წინ გიდევთ, მასში არის გაფრთხილება, რომ განზრახ ახსნა განმარტება კომისიის წინაშე არის სისხლის სამართლებრივი საკითხი და ასევე კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება, ან კითხვაზე უარის თქმა და ამის დასტურად გთხოვთ, რომ ხელი მოაწეროთ დოკუმენტს, თუ არ შეწუხდებით. დიდი მადლობა. ბატონო გია, ვინაიდან საღამო ჟამი დგება, თქვენ უამრავი შეხვედრა გქონდათ ამ წუთამდე და თქვენი ენერგიაც და დროც რომ დავზოგოთ, ასეთ ფორმად შემოგთავაზებდით. პირველ რიგში მოდით ახალგაზრდა თაობას და მათ ვისაც შეიძლება კარგად აღარ ახსოვდეს, შევახსენოთ, რომ თქვენ არაერთი ათეული წელია საქართველოს, განსაკუთრებით კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში იმყოფებით და ემსახურებით არაერთი მიმართულებით ქვეყნის განვითარების საქმეს, მაგრამ ის კონკრეტული მიმართულება, რაც ჩვენი განხილვის საგანია ამ დღეებში, არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება 2003-2012 წლებში, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი წლები, როგორიც იყო 2004, 2005, 2006, 2007 და რა თქმა უნდა 2008 წელი და უნდა ავუხსნათ ჩვენ იმათვისაც შეიძლება არ იცის ან არ ახსოვს, რომ თქვენი კარიერის მანძილზე თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ყველაზე მნიშვნელოვან დროს კონფლიქტების რეგულირების საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თავად მინისტრი წეღან ბრძანდებოდა, ყოფილი მინისტრი ბატონი გიორგი ხაინდრავა, თქვენ მისი მოადგილე იყავით და რეალურად თქვენს ხელში გაიარა ყველა იმ სამშვიდობო ინიციატივამ, რომელიც შერიგებისკენ იყო მიმართული. თქვენ რა თქმა უნდა თავისუფალი თხრობის რეჟიმში ბრძანეთ რისთვისაც ითხოვეთ ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ სწორედ იმ 2 წლიან პერიოდზე 2004-2006 წლებზე გაამახვილოთ თქვენი თხრობისას ყურადღება, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი აზრით. გთხოვთ. დიდი მადლობა.
მოკლედ დავამატებ, რომ 90-იანი წლებიდან, როგორც კი პირველი მისია გაიხსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მე ვიყავი პირველი კოლეგებთან ერთად მისიაც გავხსენით, პირველი დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი მისია და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც პირველი საელჩოს გახსნაშიც ასევე მონაწილეობდა. იმის თქმა მინდა, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული აი ამ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია, რომელიც ეხებოდა სამ თვეში ერთხელ იხილებოდა საკითხი და აი ამ პერიოდში შუაშიც საკმაოდ ინტენსიური განხილვები იყო, ყველა საკითხთან დაკავშირებით ყველა საკითხში მონაწილეობა მაქვს მიღებული, მათ შორის ფორმულირებების ჩამოყალიბებაში, რომელიც ბოლო პერიოდამდე ხვდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს სანამ იყო დაკავებული აი ამ კონფლიქტების თემით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი ყალიბდებოდა საქართველოს თემებთან მიმართებაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფს ეძახდნენ, მაგრამ რეალურად იყო ოფიციალურად იყო გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები აი ამ საკითხის მოგვარებაში, მაშინ შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის წარმომადგენლები. ესენი მსჯელობდნენ დახურულ ფორმატში ექსპერტების დონეზე იწყებოდა მსჯელობა, შემდეგ მზადდებოდა პროექტი საქართველოსთან მიმართებაში. შემდეგ ეს ამ პროექტის გაცნობა ხდებოდა ჩვენთან, მე მქონდა დავალებული ამ საკითხებზე მუშაობა და მიდიოდა თბილისთან კონტაქტით კოორდინაციაში აი ამ ფორმულირებების ჩამოყალიბება. უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის არ იყო ეს ადვილი ამოცანა, ვინაიდან საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებები, ცალკეულ შემთხვევებში გენერალური მდივნის მოხსენებები, შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, მაგრამ ამ მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერით უფრო საქმიანი იყო ყოველთვის და ჩვენ ამაში გარკვეულწვლილი შექონდა, ვიდრე რაღაცა შეფასებითი ან ვიღაცის დაგმობა ან ამ საკითხებთან მიმართებაში რაღაცა გარკვეული საბოლოო დასკვნების გაკეთება. პროცესის შენარჩუნება რასაკვირველია მათ ინტერესშიც იყო, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ეს და ეს პროცესი შევინარჩუნეთ და საკმაოდ კარგი რეზულტატებით მოვედით იქამდე 2004 წლამდე. ჩამოვედი მე ნიუ-იორკიდან, მუშაობა გავაგრძელე უშიშროების საბჭოში, თედო ჯაფარიძე იყო მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი და შემდეგ რაღაც გარკვეული წყვეტა იყო. დავტოვეთ სამსახურები და შემდეგ გიორგი ხაინდრავას წინადადება იყო, ზურაბ ჟვანიას მე კარგად არ ვიცნობდი, ერთხელ ორჯერ ნიუ-იორკში ვიყავი შეხვედრილი და მან მითხრა, რომ დამეკავებინა ეს პოსტი და ამ საკითხებთან მიმართებაში რა გამოცდილებაც იყო გაეროდან, მნიშვნელოვანად მომეხმარებინა ამ საქმისთვის. თვითონ გოგა სახელმწიფო მინისტრი იყო, მოლაპარაკებები რასაკვირველია მას მეყავდა, საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე კითხვა რეჟისორი ვარო, მაგრამ ეს რეჟისურა ალბათ დადგმა, მაგრამ დაეხმარა საერთოდ იმ შეხვედრებში მონაწილეობა, იმ შეხვედრებში და ამ დისკუსიების ორგანიზებაში. საქმე იმაშია, რომ გამორჩათ შერეული საკონტროლო კომისიაზე იყო ლაპარაკი. SKK-ს რო ეძახიან პირობითად. და ოქმები არის მიღებული, რომელიც დაიკარგა ფაქტიურად და იქ დინამიკა აი ამ პროცესის იყო ძალიან კარგად აღწერილი. თავისუფალი თხრობით მე ვეცდები მოკლედ ვთქვა, განსაკუთრებით 2004 და 6 და მოკლედ ასევე 6-დან 8-მდეც, იმიტომ რომ მე რომ შემოვედი პარლამენტში კომისიის თავმჯდომარედ ვიქენი არჩეული ამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის გადმოვიბარე
და პირველი რაც გავაკეთე, შევისწავლე ეს საპარლამენტო კომისიის მასალები, რომელიც ეხებოდა აი ამ აგვისტოს ომს და შემდგომშიც ინტენსიურად ვიყავით ჩართული, მევალებოდა კიდევაც გარკვეული შეფასებები მეკეთებინა. მე შევეცდები, რომ ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე ნეიტრალური პლატფორმიდან მე არ მინდა ახლა ექსპერტის ენით ვილაპარაკო აქ, მაგრამ ფაქტია, რომ მე მარტო არ ვიყავი, როდესაც ამას ვაფასებდი და უამრავი ადამიანი, ვინც ამ საკითხებში კარგად ერკვევა, მუშაობდა ჩემთან ერთად და დღემდე ეს გრძელდება. პირველი თქვენ გაუსვით ხაზი და მინდა მეც გამოვეხმაურო, უფრო სწორედ საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ანტაგონიზმი კი ნამდვილად იყო, ანტაგონიზმი სახელმწიფო უწყებებს შორის ხაინდრავა იყო, თქვათ და ჩვენი უწყება ერთ მხარეს, რომელსაც საკმაოდ ისე აქტიურად და პრინციპულად და ხანდახან ხისტად უჭერდა მხარს ზურაბ-ჟვანია, ამას გარკვეული გარემოებები განაპირობდა და იყო გარკვეულწილად მინისტრების, მაგრამ არა მარტო მინისტრების, სააკაშვილის ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის ხედვებს არ ემთხვეოდა, მაგრამ ვინაიდან აი ამ ჩვენ საქმიანობას საკმაოდ ინტენსიური მხარდაჭერა ჰქონდა საერთაშორისო სტრუქტურების და განსაკუთრებით აქ ხსენებული როირივის უწყების მხრიდან, ეს ეუთოს წარმომადგენლობა იყო საქართველოში. რა მომენტში მოვედით? ეუთოს წარმომადგენლობაა საქართველოში, თბილისში და აქ ფილიალი ცხინვალში. უშველებელი დაწესებულება, დიდი ეზოთი და იქ ხდებოდა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ანუ ეს ჰქონდა. შემდეგ მე და როირივმა ჩამოვაყალიბეთ ეგრეთ წოდებული საგზაო რუქის საგზაო რუქის პროექტი, რომელიც მოგვიანებით იყო განხილული უკვე ეუთოში, დეკემბერში, როდესაც სრულიად ეუთომ პერმანენტულმა საბჭომ მხარი დაუჭირა აი ამ საგზაო რუქის ძირითად პრინციპებს. იქამდე 2004 წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა რაში მდგომარეობდა, ესეც ალბათ უნდა იცოდეთ, რომ მოგვეხდინა პროცესის ინტერნაციონალიზაცია, იმიტომ რომ იქ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა ესეთი ცალმხრივი ლიდერობა აღებული და პროცესები მიდიოდა, დარჩენილი იყო გარკვეული თანხები, $1,700,000, როგორც მახსოვს, გარკვეული პროექტებისათვის, რომელსაც უნდა ეშენებინა მხარეთა შორის ნდობა. ეს პროექტები ჩავიბარეთ და დავიწყეთ მზადება იმისათვის, რომ გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პროექტები ყოფილიყო მაგიდაზე დადებული, რომელიც დაფინანსდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ანუ ყველა აიღებდა პასუხისმგებლობას კონკრეტულ პროექტზე და ასეც მოხდა მოგვიანებით მაქამდეც მივალთ. ეს იყო ჩვენი ამოცანა. დავიწყეთ ამ ამოცანის შესრულება, მე ჩემი ფუნქცია მქონდა როგორც აქ გიორგი თქვა ხაინდრავამ და აქედან გამომდინარე აი ამ თხრობას აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამოცანა ეს დობის ფაქტორი. დობის ფაქტორი არის მთავარი წარმმართველი ძალა, რომელმაც ფუნდამენტი უნდა შექმნას შემდგომი სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისათვის. ამ საკითხთან მიმართებაში ვამზადებდით დოკუმენტს. ამას მოვანდომეთ გარკვეული თვეები და აი ამ პროცესში ვართ, როდესაც 2004 წლის მაისში დაიწყო ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალზე. ანუ არ არსებობს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება და პრეზიდენტის საჩუქრებით, სააკაშვილის საჩუქრებით დაიტვირთა მანქანები და ცხინვალის მიმართულებით წავიდა რასაკვირველი ამას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, ვინაიდან მოლაპარაკების არანაირი წინა მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. შემდეგ არ შეუშვეს იქ მანქანები, ქართულ სოფლებში რამოდენიმე მანქანა შევიდა, მაგრამ ამან გამოიწვია ძალიან დიდი დაძაბულობა. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,
მოლაპარაკება რა ყოფილიყო შეიძლებოდა ამის გაკეთება ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. შემდეგ პრეზიდენტის მეუღლემ გადაწყვიტა რომ ცხინვალის გავლით ქართულ სოფლებში ჩასულიყო გარკვეულ ჯგუფთან ერთად, ხელოვანთა ჯგუფთან ერთად და იგი გაემართა კონცერტი. რასაკვირველი ამაზე დიდი ამბავი ატყდა და კინაღამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა პრეზიდენტის მეუღლე, მისი თანხმლებები, რომ არა ეს ინტენსიური დახმარება საერთაშორისო მისიის პანიკა ატყდა. და მოკლედ გამოვედით ამ მდგომარეობიდან როგორც იქნა. გარდა მაგისა იყო ესეთი პროექტი შეთანხმებული, რომ გორის ცხინვალის რკინიგზა უნდა აღდგენილიყო. და ამისათვის დაახლოებით 250,000 ევროს სხვადასხვა მოწყობილობები იყო შესყიდული ევროკავშირის მიერ და მათ შორის იყო რკინიგზა თვითონ ეს რკინიგზის ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილი. და დაიწყო ესე შეუთანხმებლად უცებ აი ამ რკინიგზის დალაგება და რამაც რასაკვირველად თავისთავად გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი იქამდე სანამ შეიძლებოდა სანამ რაღაცა ეს გოლს მოეგებოდნენ ისინი კიდევ რაღაცა იქით ხარეს ანუ წარმოედგინეთ რამდენად გახსნილი იყო საზღვარი და სიწყნარე იყო იმ პერიოდში თავის ცუდი მომენტებიც ახდა ამას მაგრამ პრაქტიკულად აი ამ სიწყნარეში აი ამ რკინიგზის ქვია რკინიგზის ლიანდაგების რაღაც ნაწილის შეჭრით მნიშვნელოვანი ასევე პრობლემები შეიქმნა ის რკინიგზის ისე ლიანდაგები წაიღეს გორის არა ცხინვალის რკინიგზის სადგურში ასაკურველი იმის მერე აღარც არაფერი გაკეთებულა საბაჟო სამსახურის საბაჟო პოლიციის შეყვანის ოპერაცია დაიწყო მოულოდნელად აბსოლუტურად და განგაშის რეჟიმით დაიწყო საპოლიციო ძალების მობილიზება რათა შესულიყვნენ და ეს საბაჟო დაეცვათ ერგნეთის ტერიტორიაზეა ლაპარაკი ამანაც უშველებელი გამოიწვია აჟიოტაჟი და რასაკვირველი აქაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა ჩვენ დასავლელ კოლეგებს მათ შორის რასაკვირველია წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერც გავართმევდით თავს იმიტომ რომ გავლენა თბილისზე ხელმძღვანელობაზე ქონდა აი ამ ადამიანებს დიპლომატებს საგანგებო წარმომადგენლები იყვნენ ყველა ქვეყნიდან დანიშნულები ატყდა ერთის არები და მან გააჩერა ნასაკურველია ზურაბ ჟვანიას ძალისხმევაც აქ არის აღსანიშნავი. უკვე ბატალიონის როტაცია დაიწყო. სამშვიდობო ბატალიონები იყო, ყველას შეეძლო ყოლო და 500 წარმომადგენელი, ნუ ამდენისთვის ის არ იყო შესაძლებლობა, მაგრამ შემცირებული რაოდენობით 100 კაცამდე ჩვენი ბატალიონი იყო, თქვათ ჩრდილო ოსეთის ბატალიონი, ესე დაგხვდა ჩვენ შეთანხმება და რუსების ბატალიონი, მაგრამ შედარებით ნაკლები იყო თავის ტექნიკით. და უცებ ჩვენ დავიწყეთ როტაცია და ამას თავის წესი ქონდა დადგენილი იქამდე სანამ ჩვენ მივიდოდით კიდე შეთანხმებული წესი იყო როგორ ხდება როტაცია იქ კეთდება განცხადება მე მეთაურები იკრიბებიან აბარებენ ანგარიშს ამ შერეული საკონტროლო კომისიის ხელმძღვანელებს დელეგაციებს ეს დელეგაციები არის თქვა ჩრდილო-ოსეთის დელეგაცია რუსეთის საქართველოს დელეგაცია რომ შეკრულიყვნენ თქვა უკაცრავად სლენგისთვის ჩრდილო-ოსეთის დელეგაცია და რუსეთის დელეგაცია ხაინდრავას გარეშე მაინც ვერაფერს ვერ გადაწყვეტდნენ ასეთი იყო წინასწარი მოლაპარაკება. მოკლედ აი ამ აჟიოტაჟში ვართ, აქ იწერება ეს საგზაო რუხა, ეუთოსთან ერთად ვმუშაობთ, აი ამ პროექტებს ვანხორციელებთ, იქ რაღაცა ხიდის აღდგენაზეა ლაპარაკი, სარწყავი არხების რეაბილიტაციაზეა ლაპარაკი, მიმდინარეობს პროცესი, მონაწილეობენ ქართველები, ოსები და ამაში აი ამ პარალელურ პროცესში ამ დაძაბულობის პარალელურ პროცესში ვახერხებდით პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთხელ მევახსენო ზურაბ ჟვანიას ძალისხმევით ამ საერთაშორისო წარმომადგენლობების ძალისხმევით თუ რაღაც გაგვეკეთებინა კონკრეტული პროექტების ჩამონათვალიც მაქვს მაგრამ ამას შორს წაგვიყვანს
მოხდა შეთანხმდა დოკუმენტი, რომელსაც უნდა მოეწერათ ხელი, ესეთი შეთანხმება ქონდა, რომ არა საქართველოს და სამხრეთ ოსეთი აწერს ხელს, არამედ ქართული მხარის სახელით და სამხრეთ ოსეთის მხარის სახელით. მე ხელს აწერდნენ ამას კიდე დოკუმენტს აწერდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი, ეუთოს წარმომადგენელი და საერთაშორისო მონაწილეობის ფაქტი იყო სახეზე. გაიზარდა მნიშვნელოვნად ჩვენი ეს პირველი მიზანი, ხო ეს ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დამსახურებაა, რომ მთელი მსოფლიო ჩამოვიდა. პრინციპში ელჩები ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ ეს ხუთივე ქვეყნის ელჩი, წარმომადგენელი, რუსებისაც რასაკვირველია, ექსპერტები, თავის ჯგუფები, მაგრამ ევროკავშირი, ევროსაბჭო კიდე ცალკე იყო, ექსპერტები და გაეროს წარმომადგენლები. გაერომაც ძალიან დიდი რესურსით შემოვიდა ამ ყველაფერში, UNDP გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო გარკვეულ პროექტებს ისიც ახორციელებდა, ხელმძღვანელობდა და იქ საბანკო სისტემა არ იყო ცხინვალში. ვერც იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ხელფასი თუ იყო გასაცემი, თბილისიდან იღებდნენ თანხას, ნაღდი ფულის სახით და ჩაქონდათ ცხინვალში იმ ხალხისთვის, ვინც ამ პროექტებში იყო ჩართული. წარმოიდგინეთ დაინტერესება, ეხლა ერთი კვირა რომ გავიდოდა და არ ხდებოდა რაღაც შეხვედრა, უკვე ეკავდნენ, რომ ჩამოდით ელოდებით ცხინვალში ეუთოს ოფისი უშველებელი და ძალიან კარგი იქ ყველანაირი გარემო სამუშაო მომსახურება მეგობრული გარემო ურთიერთობები ბევრი თემა იყო რა ესეთი რა ისტორიების მოყოლა ძველი როგორ მეგობრობდით და ასე შემდეგ ძველი თაობის ხალხიც იყო და ახალგაზრდებიც იყვნენ რომლებიც რასაკვირველია არ იყვნენ მეთაურ პოზიციაზე მაგრამ ძველ ხალხს ეს ყველაფერი ახსოვდა. ქართული ლაპარაკი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხელმძღვანელი ჩოჩიევი, ნათესავებით ქართველი, ტიბილოვი მისი მოადგილე. ქართულად საუბრობდნენ, თბილისშიც იყვნენ ნამუშევრები და ასე შემდეგ. რა რაღაც გარკვეული ატმოსფერო იქმნებოდა, წარმოიდგინეთ ამ ატმოსფეროს პარალელურად ეს პროექტები. ჩავედით სოჩაში. ზურაბ ჟვანია და კოკოითი de facto ხელისუფალი იმ პერიოდის ცხინვალის. დავდეთ დოკუმენტი, შემდეგ მცირედი შესწორებების შემდეგ ჩაიწერა ამ დოკუმენტში, რომ დობის აღდგენა საერთაშორისო მონაწილეობით პროექტების განხორციელება არის სამშვიდობო პროცესის განვითარების წინაპირობა. და შემდეგ იქვე დავამატეთ ეს ჩვენმა მხარემ, პედაგოგამ ჩამოვაყალიბეთ ფორმულირება პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელშიც ეწერა, რომ სამშვიდობო ამ პროცესმა და დობის აღდგენამ უნდა შექმნას მძლავრი ბაზა სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისათვის. იქ რაღაც გაჭირდა მაგ ფორმულირების მიღება, მაგრამ თავარი ფორმულირება ეგ იყო, მხარე დაგვიჭირეს. არა, ჯერ სოჩაში ვართ. ცხინვალზე ვლაპარაკობ, ჯერ აფხაზეთის თემებსაც მე შემოვიტან. და ეს დოკუმენტი ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა ამერიკელების წარმომადგენლებიც იქ არიან გერმანელები ფრანგი იყო ეს ევროკავშირის წარმომადგენელი ნუ ბევრი ხალხია რა გვარებით მახსოვს ყველა ეხლაც რამოდენიმეჯერ შევხვდი რაღაც სხვადასხვა ადგილებში და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს შემდეგ ჩამოვედით დოკუმენტი ხელზეა და ამით ვაგრძელებთ მუშაობას ამ დროს 2005 წლის მაისია უკვე რაღაც მოვლენებს თავზე გადავახდე, იმიტომ რომ მიდის იქ პროექტები, მუშაობა, ოსები, ქართველები, ჩართულები არიან და აფხაზებთანაც უკვე საუბრობთ იმ თემაზე, რომ ანალოგიური ხო არ გაკეთდეს გალის რაიონში, ძველი საზღვრები, გალის რაიონი, ეს არის ოჩამჩირის გარკვეული ნაწილი და ტყვარჩელის გარკვეული ნაწილი და ამაზე მიდის მოსინჯვა ნიადაგის და მაშინ გაეროს მისია არის ამაში ჩართული. ჩვენ მათთანაც თვალამშრომლობთ, რასაკვირველია.
2005 წლის მაისია და ჯავიდან მომავალი ერთი იყო გვარი დამავიწყდა მე ისა შტანგისტი ძემ ბატონო ხო ძიმე ძალოსანი ქვია ახალგაზრდა კაცი რომელმაც ქართულ გუნდში მონაწილეობით ახალგაზრდულში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ოსი გვარი დამავიწყდა კასაბიევი და კასაბიევის მამამ ჯავაში რაღაც პურმალელი გააკეთა ქართველებიც არიან ოსებიც არიან და იქიდან მომოვალ აი ამ ავტობუსში რომელმაც ქართულ სოფელზე უნდა გაიაროს და ისე ჩავიდეს ცხინვალში აქ მოხდა გზაზე ამ ავტობუსის იქ მზარეული იჯდა კიდე ორი კაცი და ეს ერთი ადამიანი რომელმაც წინა დღეს თამარაშენის მიმართულებით გაისროლა პოლიციის განყოფილების მიმართულებით გაისროლა ის და იმაზე იყო ერთი ქართველი პოლიციელიც დაიღუპა კარები ვინც გააღო და ორი ისროლა ესეც შეიარაღებული იყო ვინც იჯდა და ნუ ამან რასაკვირველია კიდე ახალი წარმოშვა პრობლემა შემდეგ უკვე 6 ივნისს მოხდა ძმები ხაჭაპურიძეების და ნათისავები იყვნენ ხაჭაპურიძეები და ლომიძის გატაცება ცხინვალში იმათი ნეშტების ძებნაში კიდე რასაკვირველია ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ და ძალისხმევა თუმცა მივახციეთ შედეგს სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების მოთხოვნები დაიწყო უკვე აფხაზეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლებაზე აი ამ პერიოდში მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩამოვიდნენ ის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები შევიკრიბეთ ვენაში ეს იყო ლაკობა სტანისლავ ლაკობა ეხლაც პოპულარული კაცია ცხინვალში მაშინ იყო უშიშროების საბჭოს დივანი ჯინჯოლია იყო უხუცესთა კავშირის წარმომადგენელი და აი აქ საუბარი შედგა არაფორმალური Conciliation Resources არის ეგეთი არასამთავრობო ორგანიზაცია მათი ორგანიზებით რომ დავიწყოთ ლაპარაკი იქნებ რაღაცა ურთიერთ პოლიტიკური პოზიციები დავაახლოთ და საკმაოდ პოზიტიური ლაპარაკი თუმცა ესეც წყალში გადაიყარა ამის შემდეგ აი ამ თემაზე ლაპარაკი აღარ ყოფილა პარლამენტის დადგენილება იყო 11 ოქტომბრის პარლამენტის დადგენილება სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. უცებ პარლამენტმა მიიღო ესეთი დადგენილება, რასაკვირველია ამანაც კიდე ახალი აჟიოტაჟი შექმნა. შემდეგ ლიუბლიანის ესეთი მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო და კინაღამ ამან ეს ლიუბლიანის შეხვედრა ჩაშალა და კიდე ერთხელ ვიმეორებ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ შედგეს დიდი პროექტი, რომელშიც მთელი მსოფლიო იქნება ჩართული. ეს ლიუბლიანის შეხვედრები, ყველანაირი შეხვედრები ამაზეა ორიენტირებული. ეხლა რა ხდება ამ პერიოდში? სხვადასხვა ქვეყნიდან ავსტრია, კანადა მახსოვს, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, კიდე რამოდენიმე ქვეყანა, რომლებმაც ექსპერტები გამოგზავნეს, მაგალითად ამერიკელი იყო სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი. მას დაუნიშნეს ქართველი და ოსი აი ამ დარგის ექსპერტები ასევე და დაიწყეს ამ მიმართულებით პროექტების შედგენა. დერატიზაცია პირველად გავიგე მაშინ რომ ესე იგი ვირთხები უნდა გაანადგურო რომ ძროხებს უფრო ნოყიერი საკვები ქონდეს. ინფრასტრუქტურული პროექტები იყო გზის პროექტები იყო, ენერგეტიკის პროექტები იყო და იყო კიდევ ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეა, რომელიც შემდგომ წინასწარ-გეტყვით შეიქმნა ცხინვალში პირადად გავხსენი ბიზნეს ცენტრი, პუშკინის ქუჩა იყო, მე მგონი ნომერი 6, სადაც გარდა იმ პროექტებისა, მასისა, რომელსაც სოფლიო ჩაერთვებოდა ექნებოდა გარკვეული რაოდენობა თანხა ცალკე გამოყოფილი $5 მილიონ-მდე
რომელიც დააფინანსებდა ნებისმიერ ჭკვიანურ პროექტს, რომელსაც მოიტანდა ქართველი და ოსი განსახილველად. თავის კომპიუტერებით უზრუნველყოფილი ოთახი, სასტუმრო ნაწილი, თუ კი ჩამოსულები მოისვენებდნენ და საკონფერენციო დარბაზი. გარდა იმ ეუთოს მისიისა, რაც ცხინვალში იმ დროს იყო. პარლამენტის ტაქტიკა თვითონ პარლამენტის ვერ გავიგეთ, იცით? დაგვიძახებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აბა რა პროექტები გაქვთ? მეც მოვედი რამოდენიმეჯერ ანგარიში ჩავაბარე, რომ ესეთ პროექტებზე ფიქრობთ, მიმდინარეობს მუშაობა, მე და ეს პიბილოვი ვიყავით ჩართული, დავდიოდით ხან ერევანში ძირითადად და ვათანხმებდით ამ პროექტებს, რომელსაც გვთავაზობდნენ ეს უცხოელების მეთაურობით შექმნილი სამუშაო ჯგუფები. და ნელ-ნელა კეთდებოდა ეს სადღაც 40 პროექტამდე დავაგროვეთ. ამათ ტაქტიკა ვერ გავიგე, იმიტომ რომ როგორც კი მოვიდოდით და ლაპარაკს დავიწყებდით იმაზე, რომ თქვათ თავარი შეკითხვა იყო, რამდენი პროექტი კეთდება ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რამდენი კეთდება ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვუხსნიდით, რომ ეს არის გამჭოლი პროექტები, თქვა თუ აკეთებ წყალმომარაგების სისტემას, ეს ხეთაგუროვოში თუ გააკეთებ აი ამ შემკრებს, ის ოსურ სოფელსაც გაივლის, შემდეგ ქართულსაც. დავიწყეთ ცხინვალის გასცადენის აღდგენა. იმ მიზნით, რომ შემდეგ აქ ცხინვალიდან გასულიყო დიდი ლიახვის ხეობაში ჯერ, შემდეგ პატარა ლიახვის ხეობაში პროექტი შედგა 20 კილომეტრი ჩამოიტანეს ფოთში ეს მილები ამ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ იყო ეს დაფინანსებული და ეს ყველაფერი აი წარმოიდგინეთ აი ამ სიტუაციაში ეს ყველაფერი მიმდინარეობს მაინც. ეს პროექტები დგება ვემზადებით ბრიუსელისათვის, სადაც უნდა პეჭედი დაესვა სამჩვენ ძალისხმევას. ქართველების და აფხაზების მოლაპარაკების პროექტი დადო გაერომ ამ პერიოდში. ეს არის 2005 წლის დეკემბერი დაახლოებით, რომელიც გულისხმობს დევნილთა დაბრუნებას და უსაფრთხოების სიტუაციის შექმნას. არ განიხილეს ჩვენმა მხარემ მაშინ. პარლამენტის დადგენილება 2005 წლის ოქტომბრის დადგენილების შესრულებასთან დაკავშირებით. 2006 წლის 2 თებერვალს პარლამენტი ღებულობს დადგენილებას, რომ ჩვენ ხო გითხარითო, რომ სამხედრო რუსეთის სამშვიდობოები გასაყვანიაო აფხაზეთიდანაც და ცხინვალიდანაც. ეხლა უხსნით რა, ჩვენ რუსეთის იმისი სამშვიდობო ძალების ადვოკატები კი არა ვართ, მაგრამ მანდატი, საერთაშორისო მანდატი აფხაზეთშიც და ცხინვალშიც საერთაშორისო მანდატი გულისხმობს ამ რუსების მიერ ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციაზე ზედამხედველობას და საკმაოდ მძლავრია ეს ზედამხედველობა. აფხაზეთის მემართულებით ყოველ კვარტალში ერთხელ მედიან და უშიშროების საბჭოს სრულ შემადგენლობის წინაშე ანგარიშვალდებულები არიან რუსები და იქვე თანამომხსენებლად ყავს გაეროს მისიის წარმომადგენელი. შესანიშნავი დოკუმენტია, ყველაფერს აკონტროლებს ნელ-ნელა ჩვენი მოსვლის შემდეგ, მაგრამ გაიზარდა ეს საერთაშორისო ჩართულობა ამ თემებში. პარლამენტი მაინც ითხოვს, რომ ეს შეჩერდეს. ჩვენ უხსნით, რომ ამას რო შეაჩერებ, ეს ნიშნავს, რომ ის მანდატიც უნდა შეჩერდეს, საერთაშორისო მანდატი რაც არის. ანუ იმათმაც უნდა დატოვონ ეს ზონა და პრაქტიკულად დავჩებით რის წინაშე. რუსების წინაშე, რომლებიც ამ ცისფერ ჩაფხუტებს მოიხდიან და დარჩებიან ამ ხაკისფერ ჩაფხუტებში. ისინი იქიდან გამსვლელები არ არიან, უხსნით, არ გავლენ და მეთვალყურეობას თუ მოუხსნით, ესეთი დარჩებიან სრული პასუხისგებლობა არანაირი საერთაშორისო. მაპატიეთ რომ გერევით, ბატონ გიორგი, თქვენ ბევრჯერ თქვით ვუხსნით ამათ. ვინ იყავით, ვინც უხსნიდით და ვის უხსნიდით, აი ეს რომ დააზუსტოთ. ჟვანია მაშინ აღარ არის, უკვე ჩვენი პოზიციები საკმაოდ ისეთია,
პარლამენტში მე ვიყავი ორჯერ, ერთხელ ვიყავი უსაფრთხოების კომისიაზე, ნიკარურუა იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე, მან გავაკეთე მოხსენება და პარლამენტთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ნინო ბურჯენაძეა, პარლამენტის თავმჯდომარე და ყოველდღე ამ თემაზე მედის საუბარი. და არა მარტო პარლამენტს, აქედანაც მოდის წერილები, რომ აბა ანგარიში ჩაგობარეთ, ვაბარებთ ანგარის ქვეყნები, რატომ არის ეს ისე, თითქოს წინასწარ არ ქონდა შეთანხმებული და რაღაც თვითნებურად რაღაცას ვაკეთებდით. ხაინდრავა გამოვიდა პარლამენტში, დარბაზი დაიცალა, საერთოდ. ორი კაცი დარჩა, აღარ მახსოვს ვინ იყვნენ. თბილისის კონფერენცია ტარდება ამ დროს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე 19 თებერვალია საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟოაშვილი გამოდის და ამბობს რომ არავითარი სამშვიდობო ძალები და ეს ოპერაცია აბსოლუტურად ჩვენთვის არ არის საჭირო და უნდა დაიშალოს და აბსოლუტურად ახალი სადამკვირვებლო მისია შეიქმნას რომელშიც კი რუსები იქნებიან ჩართულები მაგრამ სამშვიდობო ძალები არ იქნებიან მათი და ეს თემა უნდა დამთავრდეს. ეხლა უცხოელები ჩაერთნენ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, შეუთანხმებელია და ასე შემდეგ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთის მხრივ ჩვენ რასაც უყურებდით, ამერიკელი იყო, გერმანელი და ფრანგი, რასაც ეუბნებოდნენ, ის ჩვენ თვალდასწრებით ერთი იყო, მაგრამ საღამოს ისე ფიგურალურად თუ ამბობ, რაღაცა ძალა მე არ ამჯერა, რომ სააკაშვილი არ უჯერებდა, რასაც ეუბნებოდნენ უცხოელი პარტნიორები. რაღაცა მეორე დღეს იცვლებოდა აბსოლუტურად სხვა პოზიციით გამოდიოდნენ. დარწმუნებული არ მინდა ახლა ამ ექსპერტობაში შევიდე, მაგრამ რასაკვირველია რუსეთმა თავისი პოლიტიკის და თავის სტრატეგიის დალაგება დაიწყო რაღაც სხვადასხვა შემთხვევებისათვის და მობილიზება აი ამ ცუდი განვითარების შემთხვევაში რა უნდა ეკნათ. დიდი ქვეყნებია, ყველას თავის ინტერესი აქვს ეს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ადგილია, როგორც ხინვალი, ასევე აფხაზეთი. ამ დროს მე და თიბილოვი ვაგრძელებთ აი ამ მოლაპარაკებას ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეხლა შარი მოგდეს, რომ თქვენო ერთ-ერთი პროექტი გაქვთ ისეთიო, რომელიც გულისხმობს ნეიტრალურ ტერიტორიაზე სამრეცხაოს გაკეთებას. სამრეცხაო რა ქიმწმენდა რომელიც აი გთხოვეს ოსებმა არა გვაქვს იქნებ რაღაცა ქართველებსაც და ოსებსაც ძალიან გაუხარდება. იქ აბანოზეც იყო ლაპარაკი და წვრილმა რაღაცებზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დასკვნა გამოდის, რომ იქ კეთდება ოსებს, უდათ რომ გააკეთონ იქა რაღაც ნარკოტიკების გადამუშავების ქარხანა. გეგონება საერთაშორისო მისიებია იქ არავინ არ არის და მარტო ოსები არიან და უნდა სამრეცხაოს გახსნიან ჩვენი დახმარებით. ანუ უკვე გძნობთ რომ ჩვენს მიმართ არის აგრესია. გოგაც და მეც. ეხლა გოგა უფრო ემოციური იყო პერიოდში. მე ბრიუსელისკენ ოცნებობდი რომ იქ ბრიუსელში დამთავრდებოდა ამის იმედი მქონდა და მოკლედ აი ეს ემოციები დავაცხლეთ და ამ კონფლიქტიდან ნელ-ნელა ვცდილობთ რომ უცხოელებთან ერთად მივიდეთ იმ ბრიუსელამდე, სადაც ეს პროექტები საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს. და მართლაც 2006 წელია 13 მაისი და მე და ამ ლეონიდ თიბილოვის მიერ შეთანხმებული პროექტები მოვიტანეთ ცხინვალში. ორი დღე გაგრძელდა ჭიდაობა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დაგვიჭირეს ყველა მხარე, რასაკვირველია ეს ქიმწმენდის პროექტი ამოიღეს იქიდან, ამოვაღებინეთ. ასფალტის ქარხანა უნდათ კიდე ისიც ამოიღეს და მთლიანობაში დამტკიცდა 40-ზე მეტი პროექტი, საკმაოდ საინტერესო, რომელიც აერთიანებდა ქართველების და ოსების ინტერესებს. განსაკუთრებით ეს იყო საინტერესო გაზის, გაზმომარაგება და წყალმომარაგება, არხები, რომელიც გაივლიდა ქართულ სოფლებშიც და ოსურ სოფლებშიც. იყო ენერგეტიკის პროექტებიც ძალიან საინტერესო და ინფრასტრუქტურული პროექტები. ბატონო გია, სანამ გააგრძელებთ, ეს ბრიუსელის მომენტი, როდის უნდა დამდგარიყო ზუსტად? 14 ივნისს და დადგა კიდევაც. დადგა. 1 ივნისია
და ჩვენი ელჩი მიდის დემარშით 2006 წლის 1 ივნისია დემარშით მიდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში და ამბობს მეთიუ ბრაიზასთან არის შეხვედრა და ამბობს რომ გერმანიამ როგორც მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ თქვა რომ ჩვენ თურმე კონსტრუქციული ურთიერთობა გვმართებს და არანაირად არ შეიძლება რომ ეხლავე უნდა შეიცვალოს სამშვიდობო ფორმატი. ნუ ის ეუნება რომ ვინ მიდის დემარშით? დემარშით ვინ მიდის? სიხარულიძე არის ჩვენი ელჩი. ხო და ეუნებიან რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა ამათ დასავლეთსაც თავის ინტერესი აქვს. უნდათ რომ შემოიყვანონ პოლიციელები და 300 პოლიციელი უკვე მზად აყავთ, შევხვდი კიდევაც ერთი შვეიცარიელი, ერთი პოლონელია, 300 პოლიციელი შემოყვანა გვინდა და ეხლა რომ დავძაბოთ ეს ამერიკელი ეუნება რუსები თავის ინტერესს გაატარებენ და ამას არ შემოგაყვანინებენ და პოზიციებს გაეძლიერებენ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამერიკელები რუსების ადვოკატები იყვნენ, მაგრამ თავისი ინტერესებისთვის, რაც პრინციპში ჩვენი ინტერესიც უნდა ყოფილიყო, ხო? რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო რესურსის შემოტანა. და 14 ივნისი დადგა, როგორც იქნა, ჩავედით ბრიუსელში, შეიკრიბა ყველა სტეიქჰოლდერი და დაახლოებით შეიკრიბა 10 მილიონ დოლარამდე იმ პროექტებზე, რაც ჩამოვიტანეთ. ნოღაიდელი ჩამოვიდა. ნოღაიდელის წინ დაფადებს წერია საქართველოს პრაიმ მინისტრო ჯორჯია, როგორც არის და თავისი პრემიერი ჩამოიყვანეს ცხინვალიდან, მაგრამ დათრგუნულები არიან უკვე ესეთ სიტუაცია და იმათ პრემიერს მაროზოვი იყო მაშინ რუსი ეწერა დაფა ედგა და იქ ეწერა მაროზოვ მეტი არაფერი. აი ამ სიტუაციაში ვართ. ნუ ნოღაიდელი რაღაც არ ვიცი, რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე ძალიან მალე წავიდა. გაკვირვება გამოიწვია, ამან რასაკვირველია. თუმცა ვერ ვიტყვის, რა ნოღაიდელი ცდილობდა რომ რაღაც პრინციპული პოზიცია დაეკავა, ამას ვერ დაუკარგავთ და ამ პერიოდში 14 ივნისს ეს მოხდა, 24 ივნისს სტარდება ორფალოს სწავლებები, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და უკვე კულმინაცია 24 ივნისს მიაღწია, რუქები არის გაშლილი სამხრეთ ოსეთის, ტელევიზიები აჩვენებს. თუმცა თქვა, ეხა დაუმალო ხო? აჩვენებს, ყველა მიცის. ნუ ესეთი ორფალოს ვარჯიშები ტარდება, იქ აჩვენებენ ვარო მერაბეშვილი, სარდალი რაღაცა იქ ფიქრობს და მოკლედ ესეთი კადრებია პროპაგანდისტული. კარასინთან აგზავნიან ანთაძეს. მერაბ ანთაძე არის მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის 28 ივნისი და ეუნება რომ იცით რა, სამშვიდობო ეს უნდა შევცვალოთ რა. კეთილი სურვილები ჩადის. ნუ კარასინი იქიდან ვარით ისტუმრებს და ესეც პროპაგანდა მედის, რომ აი რუსებს ჩვენ უთხარით, რუსები ვარს ამობენ, ჩვენ კარგი წინადადებები გვაქვს, რუსებს ცუდი პოზიცია აქვთ, ამას არ გვეთანხმებენ. მე აღმოჩნდა რომ არავისთან არ იყო შეთანხმებული. ყოველ შემთხვევაში უცხოელმა პარტნიორებმა გითხრეს, რომ ეს ჩასვლა და ახალი ფორმატის შეთავაზება ჩვენი იდეა არ არის, ეგ თქვენი იდეაა, თქვენ მოიგონეთ, თქვენმა პრეზიდენტმა მოიგონა. მაგრამ მაინც ხდება, აი წარმოიდგინეთ რა, რაღაც იმაში ვართ რა, სურეალისტურ სიტუაციაში ვართ. ეს ეგრე მიმდინარეობს, რუსები ძალას იკრებენ, ხედავენ თავის პოზიციებს, ალაგებენ, აძლიერებენ და აქეთ ეს არ უჯერებს დასავლეთს. არ უჯერებს დასავლეთს, ჩემთვის ახლა მიუღებელი თემაა. ახლა deep state-ი დაარქვი თუ გლობალური ომის პარტია, რაღაცა ძალაა, რომელიც ამათ მაინც აი ესე ჯიუტად თან ყველა ამბობს, რომ რუსეთს აცილებით დიდი 100-ჯერ მეტი სამხედრო ძალა აქვს და ერთ დღეში გაგანადგურებენ არკნათ და არის ეგეთი შეძახილები. და დუმამ უკვე ამოიღო ხმა. ეს არის 6 ივლისი უკვე. დადგენილება მიიღოს, რომ სპეცდანიშნულების რაზმებს მიეცა ბებართვა, რომ გამოყენებულ იქნეს საქართველოს რუსეთის გარეთ ტერიტორიაზე. და მეორე უკვე გაკეთდა დაიხურა ზემოლარსი. გადაიძაბა რა სიტუაცია. ეხლა ჭადრაკით თამაში მიდის ძალიან უხეში ფორმებით, არ ვიცი ამას ჭადრაკი ქვია თუ შაში ქვია. 9 ივლისს ხდება აფეთქება ცხინვალში
უშიშროების საბჭოს დივანი იყო ალბოროვი, საკმაოდ ისეთ პოზიტიურად განწყობილი ადამიანი, დადებითად შეიძლება იქნეს შეფასებული. ეს ალბოროვი იღუპება. ხდება რა აფეთქების შედეგად. 14 ივლისს ბესტაევი, რომელიც იყო ასევე მაღალ ჩინოსანი, აღარ მახსოვს ვისი პოზიცია, გადარჩა ესა სამაგერად ორი პატარა ბავშვი დაიღუპა ამ აფეთქებით. და იქვე გაისმის აი ცოტა ხნის მერე არ უკავშირებ ერთმანეთს რასაკვირველია ოქროაშვილის განცხადება რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში ეს ცნობილი განცხადება ყველა მიცის და ველოდებით ეხლა მთავარ თემას რა ეს ყველაფერი შეთანხმებული პროექტები ბრიუსელის მთელი ეს ნამუშევარი რაც ქონდა ამ ხნის განმავლობაში აი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავის აი ეს როირივი ეუთოს სხვა შორის მე როირივი კოსოვოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს უშველებელი თანამდებობა იყო სამხედრო პოლიტიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა და ამ როირივის მიმართაც უკვე დაიწყო რომ ის რაღაც კორუფციულ სქემებში არის ჩართული რაღაც მისმა ბუღალტერმა რაღაც იქ მოიპარა რაღაც თემებია ზუსტად არ მახსოვს მაგრამ დაძაბეს როირივის მიმართულებითაც და ველოდებით რას 20 ივლისს უნდა ჩამოვიდნენ ცხინვალიდან de facto ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელი უნდა მოვაწეროთ კი არა მოწერილია უკვე ხელი ბრიუსელის გადაწყვეტილება მიღებულია ცხინვალში ხელი მოწერილი აქვს პროექტები დამტკიცებულია მაგრამ ჩვენ ვაწვევით რომ თბილისიდან უნდა აინთოს მწვანე შუქი სიმბოლურიც არის შევთანხმდით ამაზე რომ თბილისიდან უნდა აინთოს მწვანე შუქი და ამ დროს 15 ივლისს ზუსტად 15-16 არ მახსოვს ოფიციალურად ჩამოსულები საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი პოპოვი მონაწილეობს ამ სქემაში მოლაპარაკებათა ფორმატში და ევნევიჩი რუსეთის სახმელეთო ჯარების სადლის მოადგილე რომელიც ამ პროცესშიც ჩართულია გარკვეულწილად და ამავე დროს რაც მთავარია საქართველოსთან რუსეთის ჯარების გაყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობს ანუ ახსოვდა ჩვენი ოცნება და გადიან ეს ჯარები ევნევიჩი აი ჯარის წარმომადგენელი რუსეთის პოპოვი ერთ მანქანაში ზიან და მანქანაში შემთხვევით არ ვიცი შემთხვევით ალბათ აღმოჩნდა ნატაშა რატიანი რომელიც ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელია რუსეთში ქართული გვარით მაგრამ ნუ ქართული არ იცის და აჩერებენ სამხედრო პოსტზე. ამ დროს ჩამოსულები არიან ოფიციალურად თბილისში ჩამოვიდნენ როგორც წესდარიგია, მე წავიდნენ ცხინვალში, იქ ეთყობა იქეიფეს, ცოტა დალიეს თუ რაღაცა იყო და ყველას გვახსოვს ტელევიზიით რა, ყოველ შემთხვევაში არც ისეთი ახალგაზრდები ვართ აქ. ყველას გვახსოვს რომ აჩერებენ მანქანას, ეს ცოტა ნასვამი რაღაცა ფორმას ცდილობს რომ ჩაიცვას რომ გენერალია შემოარტყეს ალყა ვიღაცეები და ეს რატიანი კივის იქიდან და მანქანიდანვე გადასცემს მთელ მსოფლიოს ეს არ არის ტასი და რაღაც აღარ მახსოვს როიტერს გადასცა მე მგონი რომ ესე ბანდიტები დაესხნენ თავს არის სამხედრო პოლიცია ამ დროს ნუ გადმოიყვანეს ხელი კრეს ერთი პანგურით სამოარტყეს იქ ბოთლები ედოთ რაღაც გამოტანებული ღვინო თუ რაღაცა ეს წაართვეს და გამოაგდეს არც აცხელა და კარლ დე გუხტის განცხადება გამოდის მეორე დღეს. კვირა დღეა. კარლ დე გუხტი ამ დროს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრია და არის გონი ეუთოს პრეზიდენტი არის იმის ქვეყნა ხوارე გენერალ ნივანი და არის პრეზიდენტი რა პერიოდში ის ერთი წელი კარლ დე გუხტია. მე და კარლ დე გუხტი ჩასულები ვარ ცხინვალში ამ პერიოდში რამოდენიმეჯერ ეს ოსები ქართულად გველაპარაკებია რომ დაანახონ რომ ჩვენ ახლობლები ვართ და შეგვიძლია ამ პროექტების განხორციელება და რაღაცა და ეს კარლ დე გუხტი აკეთეს განცხადებას რომ საქართველოს დაარღვია ვენის კონვენცია და მოკლედ მუშტების დარტყმით და ოსებმა დარეკეს და გვითხრეს რომ ვეღარ ჩამოვართ ჩვენ. აბა როგორ ჩამოვიდეთ ამ ხელა გენერალი კაცი galახეთ და უსაფრთხოების იმიდან გამომდინარე აღარ ჩამოვართ. ჩაიშალა თბილისის შეხვედრა და რას მთავარია ჩაიშალა
ეს წინასწარ ვიცოდით რა, რომ 20 ივლისს ხდება რა, 20 ივლისს უნდა მომხდარიყო თბილისში შეხვედრა. 2006 წელია. დიდი პეტერბურგში უნდა ჩატარდეს დიდი რვიანის შეხვედრა. დიდი რვიანი იკრიბება და ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ ჩვენ ხელი უნდა შეუწყოთ ყველამ, რომ ეს ნდობის აღდგენის პროცესი, ეკონომიკური ბიზნეს ურთიერთობები აფხაზეთის თუ ცხინვალის მიმართულებით განვითარდეს. ესეთი პროექტი მივაწოდეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი გავა. იმედი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ გიხსენეთ სიხარულიძის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, იქაც უხსენეს, რომ მინისტრების დონეზე უკვე შეთანხმებულიაო და სახელმწიფოთა ხელმძღვანელების დონეზე მიდის შეთანხმება, რომ ეს პროექტი ამაზე ილაპარაკონო რა. მაგრამ კიდევ ერთხელ გემეორებთ, თუ ეს ესეა, როგორ ბედავენ, ან ვისი შეკვეთით, ბედავენ, ეს ჩემთვის დღემდე გაუგებარია, ხა არ მინდა რაღაც ჩემი მოსაზრებები მოგახვიოთ ამასთან დაკავშირებით თავს. და ხაინდრავა, ახლა ხაინდრავას მოხსნის თემა თქვა, მოხსნა კი არ იყო. რეორგანიზაცია გააკეთეს მთავრობის შემადგენლობის, რომელიღაც უწყება სახელი გადაარქვეს და ახლიდან გადაწყვიტეს მინისტრების დამტკიცება, შეკრიბეს ეს შემადგენლობა, დაუძახეს ხაინდრავას და იქვე აცნობეს, რომ შენ არ ახარ ამ სიაში. აგერ არის სია, შენ ამ სიაში აღარ ახარ. ანუ ესე გაუშვეს. ნუ ხაინდრავას ქონდა გარკვეული მხარდაჭერა, ახლა რაღაც გარკვეულწილად ესე ვერ იმასქნეს, რომ მოხსნილი იქნეს, რამიზეთ უნდა მოეხსნათ, ხო? ქართულ-აფხაზური მიმართულებაც ახლა მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე ინტენსიურად ვლაპარაკობთ. დაუბრუნდები აფხაზური 2006 წლის 15 მაისს შამბა მთელი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებით ჩამოვიდა თბილისში. წავედით გაეროს მისიის ოფისში, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ ჩვენ შევქმნით ეკონომიკურ საბჭოს ერთობლივს და ანალოგიურად ცხინვალის პროექტებისა გავაკეთებთ ქართულ-აფხაზურ პროექტებს. გამოიყო კიდევაც 8 მილიონი და მე ეს ენგურზე გადაიტანეს ყველაფერი, ვინაიდან ის პროექტები ვეღარ დაიწერა. ჩამოდის და ეს რო ჩამოდის, დაუბრუნდები ცოტა უკან რა, 2006 წლის 15 მაისს. ველოდებით რომ ვინმე მოვა რა, პირადად სააკაშვილი არ მოვა, მაგრამ ვიღაცას გამოგზავნის, ხო? სააკაშვილი მიდის სენაკში და სამხედრო ბაზაში გამოდის სიტყვით. ამას რო აგრესიული სიტყვით გამოდის. ახლა ესენი უკვე შეშინდნენ. აქ ფიქრობენ, ქუჩებში დავსეირნობ ჩარდენზე გავედით. იქ შემთხვევით დათო მაღრაძე შეხვდა, მეუთხარი, აი ეს ჩვენი ჰიმნი ამან დაწერა, შამბამ უთხრა, რომ ერთი ჰიმნი როდის გვექნება, რაღაც ეგეთი სიტუაცია. მოგზდევს რუსთავი 2-ის კორესპონდენტი, ჟურნალისტი. და მუდმივად ეკითხება, კი მაგრამ თქვენ რო ჩამოხვედით დამოუკიდებლობაზე ვარს ამბობთ, ეს არ პასუხობს, იმიტომ რომ სხვა თემებზეა ჩამოსული, შეთანხმებული ვართ, რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებთ. ბოლოს თქვა რა, რომ ვაჭკი ჩვენ უკვე ვაღიარეთ რაღაცა, რეფერენდუმი ჩავატარეთ და 10 ჯერ დაუშვა ეს შეკითხვა. და მე ტელევიზიაში ყველგან არის ამ თემაზე ლაპარაკი. რუსთავი 2-ის ან მახსოვს. და კოდორის ხეობაზე მიდის ახლა, აღარ გავიმეორებ, მაგრამ მოყვა ირაკლი. ეს აჯანყებაც რაღაც უცნაური, უშველებელი საჯარისო ნაწილების შეყვანა დაიწყეს. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებიდან ვლაპარაკობ, ახლა არავითარ ჩემი ინფორმაცია არ არის. ეუბნებიან, რომ არ შეიძლება ეს დარღვევაა შეთანხმების. და ატარებენ შეხვედრას გივი თარგამაძესთან. გივი თარგამაძე პასუხობს, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში დევს. გვარი არ არის ნახსენები, მაგრამ უშიშროებისა და მაშინაც ეგრე ერქვა, ხო ალიკო? ხო. კომიტეტის თავმჯდომარე ეუბნება, არა ის ჩვენ აქედან ჯარს არ გავიყვანთ, იმიტომ რომ ეს არის პლატფორმა, საიდანაც 5 წუთში შეგვიძლია მივწვდეთ სოხუმს. და დაამთავრდა ქართულ-აფხაზური, ხაინდრავა, შამბა, რაღაცა, იქამდე კიდე შვეიცარიაში იყვნენ შამბა, ხაინდრავა და ალასანია ირაკლი. მაშინ წარმომადგენელი იყო პრეზიდენტი, შვეიცარიაში ნახეს იქ როგორ არის, შვეიცარიაში, იტალიაში იყვნენ. იქ ნახეს ჩრდილო იტალიაში როგორ არის დამოუკიდებელი კონფედერაცია, როგორ
აი რა უფლებები აქვს იმას აი მოვლელი აქვს რა უკვე ეს ქართული ლაპარაკი ერთმანეთში და ასე შემდეგ. აი სიტუაციაა და დამთავრდა აი ამითი რომ კოდორის ხეობაში ჩვენ არ გავალთ და გჭირდება ეს დასაწყენად ყველანაირი ლაპარაკები დამთავრდა მით უმეტეს უკვე აღარც ხაინდრავა მეც არავა დროებით გადამიყვანეს იმაში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნით ეხლა იქ გაეროს განვითარების პროგრამასთან მქონდა გარკვეული ურთიერთობები აი ამ წინა პერიოდიდან გამომდინარე მე ვალერი ჩეჩელაშვილმა მინისტრის პირველმა მოადგილემ დამიბარა და მითხრა რომ შენი პოლიტიკური პოზიცია არ გვაკმაყოფილებს ჩვენ აი ამ საგანგებო დავალებათა ელჩი არაფერი დავალება არ აქვს ისე არა ოთახში ზის და რაღაც გარდამავალი იმისთვის არის ხოლმე ეხლაც სამწუხაროდ ეგრეა მე ცოტა სხვა აზრი მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე ხნის მერე გარეთ ვარ კიდე კარგი გარასამთავრობო ორგანიზაციებთან რაღაც პროექტები დაიწყო International Alert-მა Conciliation Resources რაღაც გარკვეული სტატიებს ვიღაცას ვეხმარები სტატიების გამოქვეყნებაში რაღაც შემოსავალი აი ამ 6 წლის განმავლობაში მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებში მივდიოდით ოსები, ქართველები, აფხაზები, სომხები და აზერბაიჯანელები რაღაც ესეთი ფორმატებია და საკმაოდ იერუსალიმში ვიყავით იქ იმაშიც გადავედით ხო იერუსალიმში ვიყავით და ასე უშელებელი რაღაცეები კეთდება არასამთავრობო მაგრამ ვარ მივდივარ ამ პერიოდში მაგრამ ვალდებული ვარ რომ ყველაფერს ვადევნო თვალყური მით უმეტეს პარლამენტში რომ მოვედი უკვე ეს ყველა დოკუმენტი ამოვწიე და მოკლედ გეტყვით აი ამ პერიოდის შემდეგ მეკითხებიან კი მაგრამ ჩვენგან არ იყო რაიმე წინადადებები ქართული მხარიდან აი ამაზე რომ მარტო ეს იყო რომ გავიყვანოთ რუსები და დამთავრდა არა იყო წინადადებები ჯერ ესეთი ის გიხსენეთ ჩავიდა კარასის უთხრა ისეთი რამე რომ კარასი ჯერ ხო რაღაცაზე ბოლაპარაკება რომ ხდება რა თქმა რომ გიხსნით მაყურებლისთვის ვამბობ ამის მომზადება მიდის ჯერ ექსპერტები ლაპარაკობენ მე უცხოელები ერთვებიან იქ ამერიკელები ფრანგები გერმანელები გაღმოჩნდა რომ არაფერი წინასწარ არავისთან არაფერი ნალაპარაკები არ არის ჩავიდა უთხრა იმა რასაკვირველი უარი უთხრა ეს უარი ჩამოვიდა და ატყდა ამაზე ერთი ამბავი სააკაშვილმა გამოაცხადა რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები აფხაზეთის მიმართ 1996 წელს რომ მოაწერა ელცინმა ხელი ეს სანქციები გაუქმდეს ჩვენ ეგეთი წინადადებით გამოვდივართ და დაიწყოს აი აფხაზეთში ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ნებას ვაძლევ. ამ დროს 1996 წლის ბრძანებულება თუ რაც იყო რუსეთის გადაწყვეტილება გულისხმობდა იმას რომ იარაღი არ მიაწოდოთ. იარაღის მიწოდებაზე დაადეს ემბარგო. ეხლა რამდენად აღსრულებდნენ არ ვიცი, მაგრამ ეკონომიკურზე საერთო ლაპარაკი არ იყო. ანუ მე იმას კი არ ვამბობ რომ იარაღის შეტანა მისცა უფლება. მე ვამბობ იმას რომ საერთოდ ვერც ერკვეოდა რა ხელშეკრულებაა რა 96 წლის ესა და ფორმალური იყო რომ ვითომ აი მოხსნეს ეკონომიკური სანქციები ამასთან დაკავშირებით. ეხლა განმოხურთან და განმოხურში გააკეთეს ბანაკი. გაეროს გენერალურმა მდივანმა გაბედა და თქვა რომ ეხლა ისედაც დაძაბულია ვითარება და იქნებ ბავშვები ახლოს არ მეიყვანოთ ამ ცხელ წერტილთან და დაესხნენ ეხლა გაეროს გენერალური მდივანი გალანძღეს გაასწორეს მიწასთან. რომ როგორ ვინ გეკითხება და ასე შემდეგ. ოქტომბერი 2007 წელი იყო რაღაც შეთავაზებები, იდეები რაღაც რომ აი მოდი იგივე ერთი და იგივე რა რომ საერთაშორისო შემოვიდეს ჩვენ შევქმნათ კონფედერაცია ერთად ვიცხოვროთ ჩვენ რაღაც ნატოზე ვარს ვამბობთ რაღაც მაგდაგვარი ლაპარაკები იყო ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ მაგრამ თვითონაც თქვა ერთ ინტერვიუში და რაც თავარია უცებ ხდება რა ამ განმუხურში რუსების სამშვიდობო ძალები აღმოჩნდნენ იქ რომლებიც პატრულირებას ატარებდნენ იქვე აღმოჩნდა ჩვენი რაღაც სამხედრო შენაერთი პატარა 60 კაციანი რომლებსაც რუსები თავს ესხმიან ცემენ
ეს ყველაფერი გადაღებულია ჩვენ ტელევიზორში აჩვენებენ. და ამ დროს ჩამოდის ვერტფრენით სააკაშვილი. ეხლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიდის, ოქტომბერია. ჩამოდის სააკაშვილი და ეს რუსები ავტომატებს უშვერენ სააკაშვილს და ეს ავტომატებზე მიდის გულით. ესენი უკან იხევენ, ეს ჩაბანს იქ ხელმძღვანელია მისიის რუსების დსთ-ს მისიის ჩაბანს აცხადებს პერსონა ნონ გრატად და ამას მე ყველაფერს ყვები არა ჩემგან, შეიძლება ჩემგან არის ემოცია. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში აღწერილი. რომ რა საშიშროება დგება, რომ პრეზიდენტი ესეთ მდგომარეობაშია და ისმის კითხვა. ქართველები რო გალახეს, კადრები საიდან არის? და აღმოჩნდა ეს კადრები იქიდან არის, რომ ერთ-ერთი რუსი სადესანტო ნაწილის ერთ-ერთი მეომარი ამას თუ იღებდა კადრებს იმითი ვიდეოთი და ემა გოგოხიამ ჟურნალისტმა ეს კასეტა გამოგლეჯა ხელიდან ხელში ჩაიგდო და აქედან გამომდინარე ეს აჩვენა. რო იქ მაგრამ ყველას გაუჩნდა შაბეშტილება რომ ეს იყო დადგმული რაღაცა სპექტაკლი რომ მარჩენების წინ თუმცა რა გვიკვირს 4 დეკემბერს სტუდენტებთან აქვს შეხვედრა. სიტყვა სიტყვით კვოტირება მაქვს ახლა აქ არის და აღარ შეგაწყეთ თავს და ბავშვებს ეუბნება ცხინვალი არის ამოსაღები კბილი მოყანყალებული და მე თუ ამერჩევთ პრეზიდენტად ახალგაზრდები სტუდენტები მხარს თუ დამიჭერთ მე გპირდებით რომ სამკვირაში თუ არა ეს თვეების ამბავი არ არის კვირეების ამბავი და ამას დავამთავრებთ ესეთი შედეგით. გადის ცოტა ხანი თბილისის საკრებულოში შეხვედრა აქვს დევნილებთან და იგივეს ეუნება ცხინვალთან დაკავშირებით, იმ აფხაზეთთან დაკავშირებით. ნუ გეშინიათ ჩვენ ეხლა კი ცივა, მაგრამ მომავალ წელს აფხაზეთში უკეთესი კლიმატია და იქ შევხვდები და ვიღაცა ყვირის იქიდან რომ ღმერთმა ქნას და ეს ეუნება ღმერთმა კი არა ჩვენ უნდა ვქნათ და აი ამაზე აი ამ იმითი გამოდის გარეთ. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება არის ცუდი 23 ივნისია უკვე 2006 წელი. ნელ-ნელა უახლოვდებით აი ამ ფორმატების გრევა მიდის ინტენსიური. დუმა ალაპარაკდა კოსოვოზე, რუსეთში. იქიდანაც მუქარები მოდის. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 აპრილის რეზოლუცია საკმაოდ მძიმე. საპარლამენტო არჩევნებია 21 მაისს დანიშნული, ხალხი გადმოდის გალის რაიონიდან და აქედან ატყდა სროლა. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში წერია, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ხალხისთვის აფხაზებს არ უსვრიათ. მაგრამ იქით ისედაც ჩანდა რა ტელევიზიის ტელეკამერების ისინი, რომ ესენი გადმოდიან იქ მოხუცი ქალები შავებში მიწაზე ვარდებიან და ავტობუსი არის. აბაზე მე მგონი საქმეც იყო აღძრული და მიდის ინტენსიური სროლა. ენგურის გადაღმა გადმოღმა, არავინ არ დაშავებულა, როგორც მახსოვს, მაგრამ ეს სროლა გაგრძელდა კარგ ხანს. ანუ შეიქმნა სიტუაცია, რომ დაამთავრდა ყველანაირი სამშვიდობო პროცესი. და ივლისის ბოლოა ატყდა სროლაავლევის და ნულის მიმართულებით და ეხლა ვაშაძე დღეს გვეუბნება რომ რუსებსო იარაღი შემოქონდათო. 4 აგვისტოს გამოდის ვაშაძე და ამბობს რომ რუსები არაფერ შუაში არიან და გაკვირვებულები რუსები იხმობენ ქართველებს მოსკოვში ჩამოდით გავარკვიოთ რა უნდა ამ პროვოკატორ კოკოიც. ესეც ნუ კიდე შეიძლება რომ არ იცოდა რაღაცა მართლა მოატყუეს. 6 აგვისტოს იაკობაშვილი გამოდის და გაცილებით უფრო კაფეო განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით რომ ას ლაპარაკობთ. იქ ეხლა კოკოიმა რაღაცა თქვა იქ ეს კაკა მეს კაკა რაღაცები ლაპარაკა, მაგას 2 დღეში ჩავახშობთ ხალხო ნუ გეშინიათ არავინ არ გამოვიდეს. მე როგორც ვახსენებენ ექსპერტები მუშაობდნენ ჩემთან ერთად რომ 7-ში უკვე ეს სროლის მერე ხამე სანამ გათენდება 8 აგვისტო
ხამე სადღაც 4 საათისთვის ეს ამბობს იაკობაშვილი. ავიღეთ ეს სოფელი მაგ ჩამონათვალი რუსეთს საერთოდ არ ახსენებს. მხოლოდ 10 საათზე მეორე დილას ახსენებენ რომ კი რუსეთი არის ნამდვილად და მერე 9 აგვისტოს უკვე აღარ მინდა გამეორება იმისი რა ჩვენებებიც ჰქონდათ 9 აგვისტოს პრეზიდენტი აწერს ხელს რომ 8-ში შემოვიდნენ. ეხლა წარმოუდგენლად მიგვაჩნია ყველას რომ მოხდება ეგეთი რამე. ჯარისკაცების გასაგონად ვამბობ რა არ არის საჭირო როგორც ჩანს მაგრამ იქ რაღაც ვინც არიან ხარეთ მიტინგს ვინც მართავენ ჯარისკაცების აღელვება უნდა ამასთან დაკავშირებით. ჯარისკაცებმა იომეს და აქ წარმოიდგინეთ ეგეთი სურათი 12 აგვისტოდან 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოყოლებული ლაპარაკი იმაზე რომ CNN-მა გვაჩვენა რომ BBC-მ გვაჩვენა რომ Fox News-ი მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობს ესენი ჩამოვიდნენ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები აქ ხელაწეულები აბა სარკოზი რო გამოჩნდება სარკო ვიყვიროთ შეთანხმება მიდის ეს გაცილებული პეკინის ოლიმპიადა გადავფარეთო ხო გადავფარეთო ნიღაბი ჩამოვხსენითო რუსეთს და ამ დროს ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე არიან ზის ქვეშ აგვისტოა ამასთან დაკავშირებით ის კი არა მარტო რომ მე ახლა ჩვენ ჯარისკაცებს ახლა არ პირფერობა რა გვინდა ხო ვიცით არც იჩაუქე აკლიათ არც ვაჟკაცობა არც ქართველობა მაგრამ რეალური რა არის იცი რომ როცა შეგიძლია რომ ეს ჩაუქი და ბაგარი ბიჭები ამას გადარიდო როგორ უშვებ იმას თან ესე გახარებულია უკვე 12 აგვისტოს ახლა ჩვენ კი ვაჭარბებთ ალბათ ცოტა ისა რომ ზეიმი მოაწყეს მაგრამ დევნილები მახლავენ აქ გამოქცეულები და ის რაც აქ იმან თქვა ბესტაევმა ის ერთი თემაა რომ 80-მდე კაცი 81 თუ 71 აღარ მახსოვს არის სხვადასხვა დროს ზოგი 8 აგვისტოს ზოგი ისა ის თქვენს მაგალითი მოიყვანეთ რა ის ბავში რო წამოიყვანა მოხუცი დატოვა ის სახლი დაიწვა ხო ეს სახლები იწვის ხალხი იმაშია ეგ ხო ცალკე დანაშაულია მაგრამ ამდენი ხალხია ჩამოსული კბილის ჯაგრისი არა აქვს არც ერთს მე ჩემი მეგობრის მეგობრები კიდე ალბათ რა ვიცი მე ჩემზე ვლაპარაკობ ბეიბების ყიდვა აბა სადგურზე ვიღაცები მოდიან ვიღაცა რაღაცას გჩუქნის მაგრამ არავის არაფერი არა აქვს ყოველად აი დაუცველები მე კითხულობ რომ არა ეხლა ისე არ მინდა არავის ქეფა ჩემი ქეფა არ ჭირდება რომ არა აი ამ ბესტაევის ვაჟკაცობა რომ ბრძანებას არ დაემორჩილა და ევაკუაცია დაიწყო იმის იმ ხალხს არც ეცოდინებოდა რომ წასვლა საჭირო და გონერი კაპანაძე კიდე ვაჟკაცი კაცი ყოფილა გამგებელი ხო ამ ნულის დაავნების ამან თქვა რომ ხალხის გაყვანა დაიწყო მაშინ როდესაც ჯერ კიდე ამბობდნენ რომ რა რუსები გაკვირვებულები არიან რა ხდება ამ დროს არ მიადგას იქ მე რო ვკითხეთ რომ რატო ქენით ესე ჩვენო გვინდოდა რომ სახე შეგვენარჩუნებინაო რომ იქნებ მოლაპარაკებას ფორმატში გადავსულიყავით ანუ ეხლა მაპატიეთ ამ ემოციური დასასრულისთვის რაც მოვყევი მაგრამ ერთი უნდა თქვა რა ხო ვიღაცებმა არიციან მაყურებლებისთვის ვამბობ ხა თქვენზე არ ვამბობ გაეროს მისია კალში რო ვეკითხები ბავშვებს რა ხშირად ხვდები ხოლმე როდი შეწყდა არავინ არ იცის 2009 წლის ივნისში ანუ შენარჩუნებულია იქ გაეროს სტრუქტურა და სურვილი უნდა კონდეს იმისი რომ ის შეინარჩუნოთ თუნდაც დათმობის ხარჯზე ლაპარაკი რაზე მედის მანდატი არის გაცილებით უფრო ძლიერი მანდატის პირველი პუნქტი არის ეგეთი გაეროს მისია ახორციელებს ზედამხედველობას სარკოზი მედვედევის ხელშეკრულების შესრულებაზე და არა მარტო გალის რაიონში არამედ მისი მანდატი წვდება სოხუმს ეგეთი მანდატი გიჭირავს ხელში მაგრამ ერთი მინუსი აქვს ამ მანდატს გაეროს რეზოლუცია მხოლოდ დაამტკიცოს ეს მანდატი და იქ აქედან სააკაშვილი ითხოვს რომ რეზოლუციაში რომელმაც მანდატი უნდა დაამტკიცოს უნდა აღინიშნოს რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი ეხლა ეუნებიან იქ ეხლა ამ დროს აღარ მახსოვს ალასანია იყო მისიის ხელმძღვანელი გაეროსი არ მქონია ირაკლისთან ამ თემებზე ლაპარაკი მაგრამ ფაქტია რომ ჟენევა რომელიც დღეს გვაქვს ყოველგვარი
პოლიტიკური შემადგენელის გარეშე ამბობს, რომ ეს არის რაღაც საერთაშორისო ფორმატი, სადაც ყველა თავის თავს წარმოადგენს, თუ ამაზე მიდიხარ და ამას აქებ ევროკავშირის ეგიდით გაკეთებულ ამ იმას. გაეროს მისიაც ეგეთი შეთანხმებით რომ დაეტოვებინე, ხო მე არ ვიცი. გამოდის ამის საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ დროს გვეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენ რო ესე დავდოთ, რუსები დაადებენ ვეტოს. ამ დროს შემოდის ესეთი წინადადება. მე მგონი ჩინელების წინადადება, ეს დოკუმენტებით შესწავლილი მაქვს. ამბობს, რომ მოდით რა, 2 კვირა ავიღოთ კიდე. და ამ 2 კვირაში შევათანხმოთ ისეთი ტერმინები, რომელიც იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და ყველა მხარეს მოეწონება. შემოიტანეს ტექნიკური რეზოლუცია. 1 პუნქტიანი. 2 კვირით გაგრძელდეს მისია, თორე თუ არ მიიღე რეზოლუცია, მისია უნდა გამოვიდეს ავტომატურად. ანუ ვინც რეზოლუციას არ იღებს, იმას უნდა რომ მისია გამოვიდეს იქიდან. ეხლა ძნელია, იცით, ეხლა დაეთანხმო იმას, რომ პირველი რეზოლუცია მიიღო ისეთი, სადაც არ წერია, რომ აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ძალიან ძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხა მესმის სააკაშვილისა როგორ თქვა, მაგრამ პრაქტიკულად კი არგუმენტი არის, რომ მაგრამ დღეს გვექნებოდა ვითარება, როდესაც ისევ იქნებოდა ყოველ კვარტალში ერთხელ, ნუ დღემდე თუ მოვიდოდა განხილვა ამ საკითხის. ისეთი შტაბ-ეჭდილება დამჭა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა იყოს საერთაშორისო მისია გალში. და რასაკვირველია, მთელი უპირატესობა, ხა რუსებიც ხო თავის გეგმას ხო არ აღებდნენ. ჩვენ არც წარმოვიდგინოთ, რომ გარეშე ვიღაც ექსპერტები ვართ. შორიდან ვიყურებით. იმათმა პრაქტიკულად მოიგეს, რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი და დღეს გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია. დასავლეთმა პრინციპში შექმნა ესეთი სიტუაცია, სადაც ანტაგონიზმი, მუდმივი ანტაგონიზმი რუსეთის სამეზობლოში, იმიტომ რომ ოკუპანტები არიან და კიდე კაი თქვენ მოხვედით, ქალბატონო თეა, თქვენი გუნდით და სტრასბურგი მოიგეთ, თორე იმ ჯარისკაცებსაც ჩააგირავებდნენ. და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომ ჩვენი ბრალია ხო არ ვაჭარბებ არაფერს. ამბობენ, რომ იცით რა, სამაგეროდ რუსეთი ოკუპანტად აღიარეს. ის დოკუმენტი არ არის ოკუპანტად აღიარების რაღაც თავარი დოკუმენტი. თავარი დოკუმენტი არის სტრასბურგმა რაც მიიღო. ანუ ჩვენ მივიღეთ ეს დოკუმენტი, რასაც დოკუმენტი ქვია. და ამათმა აღიარეს ის, რაც ვერ დავაბრალებ ეხლა ერთ იმ გვარები აღარ მახსოვს ვინ იყო ვინ მოაწერა ამას ხელი სააკაშვილმა მოაწერა რა ამას ხელი და ჩვენი ბრალია ანუ რუსებს უთხრა რომ გაჩერდით რა აი ვაღიარეთ კაი ბიჭები ხართ ოღონდ თბილისზე ეხლა რო ამბობს რომ ჯარი მე დავდექით ბიჭები და შეტევაზე გადავედი არ მოუშინდა ღრუბელ ფოთში ჩავფრინდი და რაღაცა ეს არის ყველაფერი სიცრუე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა უთხრა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა გარეთ არიან, არავით არის ეგეთი, დაიკავეს თავის პოზიციები, ანტაგონიზმი ნამდვილად ჩამოყალიბდა ისეთი, რომ ოკუპანტია, რა უნდა ქნა. რუსებს კიდე აქვთ ის კოზირი, რომ შენ მაგათ გარეშე ვერ დაელაპარაკები, ვერც აფხაზს და ვერც ოს. სააკაშვილიც მოიგო, იმიტომ რომ სასახლე აიშენა, უნდა შარონ სტოუნს დაპატიჟებს, უნდა ფილმს გადაიღებს, დადის სადაც უნდა წითელ ხალიჩაზეა გასული წააგო საქართველოს და წააგო იმ ხალხმა ვინც ოჯახის წევრები დაკარგა ამ ომში იმ ბიჭების ოჯახები ვინც შინდიში დაიღუპნენ ვინც აწაბეს როგორ ახსენებენ ანამუსით კიდე ამ ანწუხელიძის გვარს და დაასდებენ რომ იქნებ როგორმე ჩვენ დაგვაბრალონ რომ ვითომ რაღაცა საქართველოს ვაბრალებთ ჩვენ ვაბრალებთ და თავარი თემა რა კიდე თავარი შეიძლება თავარი არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ არანაირი არავითარი არც ერთი ნაბიჯი მას მერე გარდა ამ აბსოლუტურად ტყვილი ლაპარაკების რომ ჩვენ ამას ვიზავთ იმას ვიზავთ გაეროში გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი ბათუმშიც იყო კონფერენცია 15 წუთი კონფერენცია მიმდინარეობდა საერთაშორისო ელჩები არ წავიდნენ არდადაგებზე ჩავედით
სააკაშვილი გამოვიდა თქვა რომ მოდი აი ვინც დააშავა ყველა იმას ქნათ 2006 წელია თუ ისა 5 წუთში უცებ აი ადგა და თავის თელ ამალასთან ერთად დატოვა კონფერენცია და ესე დავჭით წავედით ფორმატები დაინგრა არც ერთი ფორმატი მოლაპარაკების არ არსებობს ჟენევის ფორმატის გარდა მე მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია ვინაიდან საერთაშორისო წარმომადგენლები მაინც იგრიბებიან და ეს თემა დღის წესრიგშია ამერიკელებმა თქვეს რომ let's keep ball rolling მოკლედ პროცესში შევინარჩუნოთო რა ეს გაგორებული ბურთის ეფექტი შევინარჩუნოთო არავინ ამ თემაზე არასდროს არ იღებდა ხმას ამდენი შეხვედრები ტარდება შედეგი არ არის ისევ ის ინერცია რომ პოლიტიკურ თემაზე როგორც კი დაიწყებენ ლაპარაკს დაბრუნდნენ დევნილები ერთი სიტყვა გაისმება ყველა დგება და მიდის ჟენევაში ჩასვლაზე იხარჯება სამილიონებო თანხები აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა დიდი ბოდიში ცოტა მეტი მომივიდა ხოლმე 50 წუთი ძალიან საინტერესო იყო და მე ვფიქრობ ქრონოლოგიურად და ასევე ლოგიკურად აჩვენებს ეს ყოველივე იმ ჯაჭვს მოვლენებისა, რომელსაც ქვია სამშვიდობო პროცესის ჩაშლა მიზანმიმართული და ანტაგონიზმის გაძლიერება და სამხედრო რიტორიკა და შემდეგ კატასტროფული შედეგი, როდესაც პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გაწირა ჯარისკაცი, გარდაცვლილი სამხედრო, მისი ოჯახი და სამოქალაქო საზოგადოება. და ზიანი მიაყენა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ მეტი, ვიდრე მას ჰქონდა მანამდე მიყენებული და სუვერენიტეტს და რეალურად პირისპირ დატოვა მტრის პირისპირ ოკუპანტის სახელმწიფოს პირისპირ თავისი ქვეყანა დაუცველ მდგომარეობაში. კითხვების დასმის სურვილი ვის აქვს? ბატონი ილია, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი. ბატონგია, დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის. მართლა საინტერესო მოსასმენი იყო ეს, როგორ მიმდინარეობდა მოვლენების განვითარება. მე ერთი რამის ასუსტება მინდა. ამ დადებითი და უარყოფითი მოვლენების პარალელურად, რომელიც ხდებოდა, ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორები სადმე აფიქსირებდნენ ამ თავიანთ რჩევას, დასკვნას, რომ იმ მოლაპარაკებების პარალელურად, იმ პროექტების განხილვის პარალელურად, ან შესრულებული პროექტების პარალელურად ხდებოდა ჩაშლა ფაქტიურად და გაფუჭება ურთიერთობების სხვადასხვა საქციელებით და სხვადასხვა ქმედებებით. ეს უცხოელი პარტნიორები თუ აფიქსირებდნენ ამას და ამ დაფიქსირების შემდეგ ეს ისევ რო გრძელდებოდა, ამაზე რა რეაგირება ჰქონდათ მათ? პირდაპირ გეტყვით, აფიქსირებდნენ. მე რომ გზავრობდი თბილისიდან ცხინვალის მიმართულებით. მეჯდა მაგალითად ევროკავშირის ექსპერტი, წარმომადგენელი და თავში ირტყავდა ხელს ეს რაშვები ძლივს ეს გავაკეთეთ, ძლივს ამას მივაღწიეთ, მაგრამ ეს არაფერთ არ თავდებოდა. ხო შეიძლება ვინმე გამოსულიყო და ეთქვა ხმამაღლა რომ ეს არ არის პროცესი და ასე შემდეგ. აი მაგას გულისხმობ, ესეთი დაფიქსირება არ ყოფილა, რომ ხმამაღლა ყოფილა. არავითარ ცხინვალთან მიმართებაში არავითარი, თუმცა აფხაზეთთან მიმართებაში შენიშვნები იყო. მაგრამ ამას აფხაზეთთან მიმართებაშიც როგორც ჩვენ თხოვდით რომ იქ მაგალითად არის რომ საქართველოს რაღაცა პროცესები ჩაშლისკენ მიყავს. იცით რა, მოდით რა საქართველოს თხოვ რომ გაითვალისწინოს აფხაზების საფუძვლიანი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება ამ პროცესს შეექმნას საფრთხე. აი ესეთი ფორმულირებით იყო მიმართვა. არავითარი სიხისტე, ეხლა გასაგებია რომ მოკავშირე ქვეყანა საქართველოს და არ უნდა მიაყენო ის, მაგრამ ნუ არავითარი რა. გარდა იმისა, რომ ერთხელ იყო აი რაც მოგიყევით, ის შემთხვევა რომ უთხრეს რომ მოდი ესე გავაკეთოთ და 2006 წლის შემდეგ რაც ჩვენ წავედით. იყო იქ ბონში წაიყვანეს ერთხელ შტაინმაიერი ჩამოვიდა, რაღაც გეგმა თქვა, მოდი ამას მოვაწეროთ ხელი, მოდი იმას მოვაწეროთ ხელი, მაგრამ არავითარი
აი წარმოიდგინეთ გერმანიის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინ შტაინმაიერი ჩამოდის და ეუბნება რომ ეხლა ომი დაიწყება მალე. ამობს რომ თავი ავაცილოთ, მოდი შევთანხმდეთ რაღაც ჩარჩო ხელშეკრულება დავდოთ, რომ მხარეები და არა ქვეყნები არ მიმართავენ და დაუბრუნდებიან ძველ რაღაცა მეგობრულ ლაპარაკებს. ეხლა შტაინმაიერია ხო და ლაპარაკობს 5 ქვეყნის სახელით, 4 ქვეყნის სახელით მოდი ვთქვათ. და იმას არ უჯერებს ხელი აუკრა იმან, მე ვერ დავიჯერებ ეგეთ რამეს. აი დღეს მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ როცა უსმენდით ერთ-ერთ გენერალს, რომელიც აქ პასუხებს სცემდა კითხვებზე, 1 აგვისტოს მერე, რომ ძალიან დაიძაბა უკვე ოსეთის მიმართულებით სიტუაცია, ჩამოვიდა ელჩების რაღაც რაოდენობა ელჩების, რომლებმაც დაათვალიერეს და შეაფასეს მდგომარეობა, დაბრუნდნენ, რაღაცა განცხადებები გააკეთეს, თუმცა ამ განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება. ვინმეს თუ ჯერა რომ სააკაშვილი მოქმედებდა ის აი იცო კი თქვა ერთხელ იყო სააკაშვილის განცხადება ყველა მოისმინეთ რომ აბა თუ ჟანგიანი ტანკები ყავთო და როსტოვამდე ვდევთო. მაგრამ ხო იცის თვითონაც ეხლა არც ისეთი არაადეკვატური იყო ხო? ყველა ვიცით რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. ვინმე თუ დამარწმუნებს არ ვიცი რა დონისაც გინდა ფაქტებით, გინდა ჩანაწერებით რომ სააკაშვილმა იცოდა ამის თაობაზე რაც მოხდებოდა. და ყოველთვის ცდილობდა რომ აი რაღაც მე რაც მოგიყევით არც ერთი ცდილობა ხო მე აღარ მოვყევი ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს და რა კარგი რაღაცეები გაკეთდა პარალელურად და ამას ხელს როგორ უშლიდნენ რომ ვინმე სააკაშვილმა არ იცოდა რომ ეს ეგეთი შედეგი მოყვებოდა ამას რომ ქართველი ბიჭები დაიღუპებოდნენ და სამოქალაქო პირები რომელიც არ გამოიყვანა განზრახ და მე უფრო მეცაც გეტყვით ხალხი ლაპარაკობდა ეს ისინი რეზერვისტები ახალგაზრდა ბიჭები რომ ისე დაყვაყენესო გეგონება სპეციალურად სამიზნეს შექმნეს ჩვენგანო რა რომ იქნებ ვიღაცა დაშავებულიყო მან ეხლა რა არის როგორ მოხდა იქ ვიღაცას ამას ეგონა რომ რუსები არ ჩაერეოდნენ მე იყო ლაპარაკი რომ იქ ფული მისცეს ვიღაცას კულახმეტოვს და კულახმეტოვა ფული აიღო და უთხრა რომ ბიჭებო თქვენ მიაწექით ეს ყველაფერი არის ბავშვური რაღაცა ტლიკინი ამ ხელა რამე ხდება ქვეყანაში შედეგებით თუ იმჟელებ დღეს რაც ხდება არ გამორიცხულია რომ არ არსებობდა კიდე რაღაც გარკვეული რესურსი ყველა აი ამ ელჩებზე ელჩები საგანგებო წარმომადგენლებიც იყო მახსოვს ბრიტანეთიდან იყო სერ ბრაიან ფოლ ეგეთი ტიპი რა ჩამოვიდა რაღაც გეგმებზე ლაპარაკობთ ის ეუბნება რომ არ ქნა და ეს მაინც აკეთებს ეს წარმოუდგენელი რამე არ არსებობს ეგეთი რამე გამორიცხული ეგეთი რამე მით უმეტეს აი რაც ვეხილეთ გორში როგორ წაიქცა მადლობა ბატონო ბატონო ერთ კითხვას დავსვამ მხოლოდ აი თქვენ ახსენეთ ევროპელებთან ევროპული სახელმწიფოები ბატონი გოგას მონათხრობიდანაც იგივე იყო და ასე შემდგომ შეერთებული შტატების საელჩოდან ან საერთოდ შეერთებული შტატებიდან რამდენად აქტიური იყო აი თუნდაც აი მისიებში მონაწილეობა ამ დარეგულირებაში ამას კიდევ იმიტომ ვკითხულობთ რომ ჩვენ კარგად ვიცით კონდოლისა რაისის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის განცხადება რომ ისინი როგორც ისა დიახ აფრთხილებდნენ კატეგორიულად რომ არ აყოლოდა სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პროვოკაციებს მაგრამ სამწუხაროდ მან ეს გააკეთა და ეხლა ამ განცხადებას რო აკეთებს ეთყობა მოახსენეს რომ იქ რაღაცა პროცესები ქონდათ ამერიკელებს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში და აი თქვენ პერიოდში სანამ იყავით ანუ შეიძლება არ იყავით მაგრამ მაინც გქონდათ ინფორმაცია აი ეს რამდენად იყო ეს ურთიერთობა ეს გაეროს განვითარების სააგენტო რო არის USAID მაშინ მოვალეობას ასრულებდა ვილსონი იყო მე მგონი გვარად რომელიც რამოდენიმეჯერ წამოუყვა ცხინვალში ისე რომ აქტიურად რაღაც გამოსვლა და რაღაც თემებთან დაკავშირებით ქონოდა ჩართულობა ეგეთი არ იყო
ერთადერთი იყო საგანგებო წარმომადგენელი იქიდან მეთიუ ბრაიზა იყო ამერიკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნული, ის ერთხელ იყო რომ შენიშნა მისცა რომ ეგრე არივარგებს და მაგრამ ეს იყო მისი სურვილი რომ მეტი შემოვიდეთო ისენიო, აი ეს არქნა, ის არქნა, ეს იყო და ეს. ამის მერე მეთიუ ბრაიზას თვითონ აბსოლუტურად შეცვლილი რიტორიკა ჰქონდა. მე მახსოვს რა კონკრეტულად რა საკითხზე არ ვიცი, მაგრამ აქ ომის პერიოდში რომ გამოჩნდა, აი კაფეში შემოვიდა იმაში მერიოდში, ქორთიან მერიოდში, გოგა ხაინდრავა დაეტაკა, რომ შადი ბრალია და ჯაჯგორი და სერიოზულად იმას ქნა. მე ვერ გეტყვი, რომ მაინც და მაინც იმან უარყო და ისეთი ის ქონდა, რომ საქართველოს მერეც ნახოთ რა სააკაშვილი მე რო გითხარით წითელ ხალიჩაზე უტყაპუნებდა მხრებზე ვთქვათ იქ მერკელს იქ ჯორჯ ბუში შეხვდებოდა გაღიმებული გაცინებული კონდოლიზა რაისის თემა რატო არ მჯერა იცით რომ კომპეტენტური იყო მაგ საკითხებში რასაც წერს რომ სააკაშვილიო აღფრთოვანებული იყო იმ წარმატებული ოპერაციით რომელიც ბათუმში ჩაატარაო აჭარაშიო აზზე არა რა აჭარა და აფხაზეთი როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩაატარო და ამით წახალისებულმაო არ გადაწყვიტოსო რომ აფხაზეთიო და აფხაზეთის ცხინვალის რეგიონზეა ლაპარაკი, ხო? ესორტა მეო ვაფრთხილებდიო მასო ბუშმა გამომაგზავნა ნახეო ეგო ემოციურიაო და რამე სისულელე არ ჩაიდინოსო. და ჩამოვიდა წარმოედგინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი, სახელმწიფო მინისტრი. თეუდება რომ არ ქნა და ამან აიღო მაინც ქნა ეგერთი მაგრამ მინდა მოგაგონოთ ერთი ეპიზოდი არჩევნებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუში ასე ვთქვათ მიდის აკენი არის კაცი რომელიც ჩამოდის ლამის ყოველდღე ხო საქართველოში იქ სვანეთში იყო იქ იცეკვეს ერთად აკენი არის კანდიდატი პრეზიდენტობის აქ რა მოხდა რა ელაპარაკეს არ ვიცი მაგრამ ომის შემდეგ სააკაშვილმა მას მოოქროვილი იარაღი გადასცა თუ გახსოვთ აქ თავის სასახლეში და უთხრა რომ ესო რუსებსო ამ ოკუპანტებსო რა ქონდათო შენი იარაღიო მაშინ რომ დაგატყვევესო ვიეტნამშიო და ეგ იარაღიო ვიყიდეთო რა ჩვენ ამდენი გადავიხადეთო ეს ვაკაცებში არ ლაპარაკობენო გადავიხადეთო და მე მინდა სურპრიზი გაგიკეთოთო და ამოიღო ესო შენი იარაღიო მაშინ რომ ვიეტნამში რომ დაკარგეო აი წარმოედგინეთ ახლა აი სპექტაკლის დონე რომელიც ჩვენთვის სერიოზული ხალხისთვის არის სასაცილო კი არა არ ვიცი არც სასაცილო არ არის მაგრამ ხალხი საზოგადოება ამას ხო უყურებს ეს კიდეც მაკაცებად რჩება იქ რაღაც ვიღაცას იარაღს ჩუქნის ამ დროს რუს გენერლებს მძღოლებათ ემსახურებოდნენ ხო ვიღაცები ანუ აი ესეთი სურათი იყო მე არ მინდა რომ ჩემი პირადი მე გიყვებით ფაქტებს და ამ ფაქტებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ დიდი მადლობა ბატონიკე მართლა ძალიან საინტერესო იყო აი უბრალოდ ყურს ვერ მოწყვეტდა ადამიანი უბრალოდ ერთი ეს მინდა დაკითხვა ესეთი დაზუსტება უფრო ზუსტად ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი დღევანდელი პრეზიდენტი მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ზუსტად როდის იყო აი ეს გეგმა ეს ივლისი იყო რა ზუსტად არ მახსოვს 2008 წელი 2008 წლის ივლისი აი უკვე რომ რაღაცა იმათმა ვარი თქვეს ამათმა ვარი თქვეს შტაინმაიერის გეგმა ჩამოვიდა ამ დროს სპექტაკლი მიდის აფხაზებმა რაღაცა სამშვიდობო ის წარმოადგენეს ერთი წლის წინ რაღაც თემები არის ისეთი რომელიც აი ადვილად თეთრი ზაფით შეკერილია თუ ფილმად გადაიღებ მაგრამ ხა ჩვენ ფილმის ემოციით ვერ ვიმჯერებთ. იქამდე იყო კიდე რაღაცა ევროპის რამოდენიმე ქალაქში წასვლა წამოსვლები, მაგრამ კატეგორიული ვარი და ჩვენ მხარეს არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება გარდა იმ რაღაცა წარმოუდგენლად პროფესიონალური აქტებისა, რასაც ქვია მაგალითად მერაბ იმის ჩასვლა აშუაში იყო ტარასინთან. დიდი მადლობა. მეორე, ახლა თქვენ ბრძანეთ და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეს
ევროსაბჭოს რეზოლუცია 16-23-ში იმიტომ დაუჭირეთ ხარი, იმიტომ ვაღიარეთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, იმიტომ ვთქვით, დავაბრალეთ ქართულ ჯარს, რომ მათ დაარღვიეს ჰუმანიტარული სამართალი, გამოიყენეს აკრძალული იარაღი და ასე უამრავი დაბრალება, რაც დააბრალეს, იმიტომ გავაკეთეთო, რომ ოკუპაცია სამაგიეროდ ვაღიარეთო. დოკუმენტში მე რამდენადაც მახსოვს, ოკუპაცია არსად არ წერია. კი ბატონო, წერია, რომ ასამბლეა გმობს დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, მაგრამ ეს არ არის ოკუპაცია და მეცაც ვიტყვი პრაქტიკულად არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში, არც ერთ საერთაშორისო ფორუმზე სადაც დასავლეთის ჩვენი პარტნიორები გამოდიოდნენ, სიტყვა ოკუპაციის ხსენება არ იყო და არ ხდებოდა, სანამ ქართული ოცნება არ მოვიდა ხელისუფლებაში და არც იყო ამის მოთხოვნები სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. მე მგონი, სწორად მახსოვს. არა, რასაკვირველია, სწორად გახსოვთ. სწორად გახსოვთ, მაგრამ თავარი რა არის, სიტუაცია შეიქმნა, რომ ყველა ტელევიზია, ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. არავის აბა გამოსულიყავი და რამე გეთქვა. ეხლა ახალგაზრდები აგერო გამოდიან და ამბობენ. ეხლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ აქ რო ვზივართ ამ კომისიაში, გვინდა რომ საქართველოს გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ. აი ამ იდეით არიან ეს პროპაგანდის ქვეშ. პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეს რეზოლუციაც კი, აი რასაც დღეს წარმოვაჩენთ, ეს რეზოლუციაც კი ესე იყო მონათლული, რომ ეს იყო უშველებელი პატრიოტული რაღაც გამარჯვება საერთაშორისო დონეზე. და წარმოიდგინე ხა მაშინ ქონდათ ხელში ძალა ბერკეტი, ვინმეს რამე გაებედა, ხო? დავაზუსტებ თუ არ გეწყინებათ, რომ აქ საუბარია გარკვეულ ჯგუფზე ახალგაზრდების, იმიტომ რომ ახალგაზრდობა გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია ჩვენს ქვეყანაში და უმრავლესობა მათგანი მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესით მიადევნებს ამ სხდომებს თვალს, ყურს, ბევრ რამეს გაიგებს, რაც არ იცოდა და რაც მთავარია იმ დოკუმენტაციას გაეცნობა ყურადღებით, რომელიც მათ შორის, სხვებს შორის თქვენ ჩამოთვალეთ მრავლად. ბატონ სოზარს კიდევ აქვს შეკითხვა და შემდეგ აღარ მოგაწყენთ. 2004 წელზე იმ ჰუმანიტარულ შტურმზე თქვენ ილაპარაკეთ ბატონმა გოგა ხაინრაუმაც. უბრალოდ მეც გავიხსენებ ერთ ასეთ საკითხს. ძალიან შფოთავდნენ და ღელავდნენ ამის გამო ჩვენი თანამოქალაქეები, ის ეროვნებით ოსი ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა ცხინვალში, არამედ თბილისში და ერთ-ერთი პირველი კი არა, პირველი ვიყავი პრაქტიკულად, ვინც ჩავატარე პრესკონფერენცია, რომ ამას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. ისე მიჰყავდათ საქმე. ჩემთან ერთად იყო ბატონი თენგიზ გაგულოევი, აქ რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა და თუ არ ვსები, მეორე იყო ქალბატონი მაია ცაბოშვილი და ძალიან შეშფოთებული იყვნენ იმისი და მართლაც შემდეგ რაც მოხდა, იყო ძალიან სერიოზული დაძაბვა. ამის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ცხინვალის გავლით ქართული მოსახლეობის მოძრაობა, გულისხმობ დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით და ფრონეს ხეობაც იგივე, წვერიახოზე დადიოდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე აი უკვე ვეღარ აღვიდგენ ისე კარგად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოძრაობა როგორც ჩანს, ისევ აღადგა, ისევ თავისუფლად მიდიოდა 2006 წლამდე. სწორად მახსოვს 2006 წელს აი ეს 48 კაცი რო დაიჭირეს გოგა ხაინდრავარაძეც ლაპარაკობდა. იმის შემდეგ კიდევ ერთხელ უკვე შეუძლებელი გახდა 50 კაცი დაიჭირეს, კადრები მაქვს და დააჩოქეს ცხინვალის ცენტრში. ეს 2004-ში. ხო, 2004-ში. დაჭერაზე ვამბობ მე, როცა ჩვენივე თანამოქალაქე ოსი უბრალოდ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭირეს 2006-ში გორში ჩამოიყვანეს CMS 24 საათი ყავდათ გამოკეტილი აბსოლუტურად უდანაშაულო. უარეს გეტყვით, მე გამომჩა. იქ არის თემა, მე არ ვიცი ახლა როგორც ხანერთ დამალული რო იყოს, ვიტყოდი რომ საიდუმლოა და არ შეიძლება ითქვას. ოსური სამშვიდობო ძალების 4 წარმომადგენელი ერთი სისხლისგან დაიცალა მიყენებული ჭრილობებით, ერთი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მერე ორი გამოუშვეს რა. არც დაუკითხიათ, ამობდნენ რომ ეგენიორ დასხმოდნენ თავს რაღაცას. იგივე აფხაზეთში. გაეროს გენერალური მდივანი წერს, რომ აქ ოპერაცია ჩატარდა, გვეუბნებოდნენ ქართველებიო, რომ კოდორის ხეობაზე აპირებდნენ ესენიო იმასო
შტურმის გაკეთებასო და არაფერი არც ეკიპირება ესეთი არ ქონდათო რომ გავდრენო რაღაც დივერსიულ ჯგუფს. ეგეთი რაღაცები ბევრჯერ მოხდა. ბევრჯერ მოხდა, მაგრამ ეს სატრაბახოც რომ აქ რაღაც აი ამ ხალხთან რაც შეეხება ახალგაზრდებს, ეს ახალგაზრდები მეთქი, ალბათ მე არ მეთქვა საერთოდ ახალგაზრდები. ყველაზე არ მელაპარაკე. რასაც ამბობ ბატონო სოზან. ცალსახად უნდა ითქვას რა, ცალსახად უნდა ითქვას. სააკაშვილს ის რესურსი არც ჰქონდა, ვერც ექნებოდა, რომ აი ეს რაც მოხდა, ის მოეხთინა ისე, რო არ ქონოდა ამასთან დაკავშირებით მწვანე შოქი. გასაგებია ხომ ამოწურეთ? ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ყველა იმ ძალისხმევისთვის, რაც თქვენმა გუნდმა სხვადასხვა თანამდებობაზე გაწიეთ. იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესი როგორმე არ ჩაშლილიყო მიუხედავად იმ ბევრი წინაღობისა, რაც უკვე 2004 წლიდან როგორც ირკვევა სამთავრობო გუნდის შიგნით, სახელისუფლებო გუნდის შიგნით უკვე პირველი კონტურები იკვეთებოდა და საომარი მოქმედებების მომხრე მიმართულება და ასე ვთქვათ, სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომხრეები იმძლავრებდნენ და იძლიერებდნენ პოზიციებს და თქვენ მიუხედავად ამისა აგრძელებდით ამაში რწმენას და რაც თავია მუშაობას. ჩვენ რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობა გვექნება თქვენთან ვიდრე ნებისმიერ სხვა პირთან კოლეგები ვართ, რომ თქვენგან კიდევ დამატებით რჩევები და კონსულტაცია მივიღოთ იმისათვის, რომ ეს მოცემული ყოველივე სათანადოდ დაისახოს ჩვენი კომისიის დასკვნაში. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ თუ გაქვთ კიდევ რაიმე დასამატებელი, გთხოვთ წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ჩვენს ხდომას დახურულად გამოვაცხადებთ. გთხოვთ. ხო, ერთია რა, მინდა რომ რაღაც აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რაც ეხლა ვთქვით, რაც შევაფასეთ, იქნებ ისეთი რაღაცა საარქივო დოკუმენტური მასალა შეიქმნას, რომელიც იქნება პირუთვნელი, ნეიტრალური და ფაქტებზე დაფუძნებული და კარგი იქნება ამას თუ სერიოზული ხალხი მოკიდებს ხელს. ხატრული ფილმი კი არა, ისეთი აი დოკუმენტური როგორ აკეთებ. ბევრია თანაც ეგეთი ფილმები, შეიძლება კადრები ბევრი ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ახალგაზრდებს. და იცოდნენ რაშია საქმე. გასაგები. და გარდა ამისა ერთიც უნდა იცოდეს ყველამ, რა ხე ვაპირებთ ჟურნალისტებთანაც თქვა. ქვეყანა არ არის რომ თავის ინტერესებით არ მოქმედებდეს. ქვეყანა არ არსებობს ეგეთი. რაღა მაინც და მაინც ჩვენ აღმოვჩდით ეგეთი პერიოდში და ეხლაც გარკვეული ბერგეტები გააჩნიათ რომ რაღაც პროცესებზე გავლენა იქონიონ, რომ როგორმე იქნებს ხვის ინტერესები გაატარო. ესეთი რამე წარმოუდგენელებს სოფლიოში არ არსებობს ეგეთი. ასე რომ მეტიც თუ ქართული ინტერესის დაცვას გადაწყვეტ და სიმართლეს იტყვი, შენ შეიძლება შეგვაცხადოს არ არსებობს ხო პროდასავლური პრორუსული არსებობს ერთი არის პროქართული პოზიცია რომელიც მხოლოდ სიმართლით უნდა ვიაროთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.